მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ პოდკასტებს, წარმოგიდგენთ ვასილ მაღლაფერიძე და მე გიორგი გვიმრაძე და დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ჩვენი ახალგაზრდა მეგობარი თემურ მოსულიშვილი. თემო, გამარჯობა. გამარჯობა. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ. ეხლა უნდა ავხსნათ რაზე ვსაუბრობთ დღევანდელ დღეს. ეხლა პრინციპში ესეთი რაღაცა სიახლეს არ წარმოადგენს ის თემა, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ უკვე შეიძლება ითქვას, იმას რა ქვია, ადრე რო იცოდნენ ხოლმე უთოს რო ჩართავ იქიდანაც ხელოვნური ინტელექტზე ისმის ყველა მოქთემაზე ლაპარაკობს საუბარი ხო აქედან გამომდინარე ჩვენც გადავწყვიტეთ რომ ხელოვნური ინტელექტის საკითხს შევეხოთ ოღონდ აქ არის რაღაცა ესეთი თემები რაზეც ალბათ ღირს ხოლმე დაფიქრება ისეთ სივრცეში როგორც მაგალითად მათ შორის ჩვენი პოდკასტია და არა მხოლოდ ჩვენი პოდკასტია არამედ ზოგადად ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ისეთ საინტერესო თემა რაც არის ესე ვთქვათ თანამედროვეობას რაც ახლავს ეს არის ისევ და ისევ ადამიანად ყოფნის სირთულე. ანუ შეინარჩუნო შენი ადამიანობა, მათ შორის ცნობიერების საკითხი, მათ შორის შემეცნების საკითხი შემოდის ამ ყველაფერში და ასე შემდეგ და ადამიანებთან სოციალიზაციის საკითხი შემოდის ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა. შეინარჩუნო აი სწორედ ეს ადამიანობა იმ პირობებში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, სადაც ეს მე მგონია, რომ რთულდება, ხო? ეხლა კი ძველი ყოფის ადამიანისთვის, ეხლა მე-19 საუკუნეში და შემდეგ ადამიანები, რომლებიც თქვა ერთი სოფლის იქით შეიძლება არასდროს არ მოგზაურობდნენ, გარდა იმისა, რომ თქვა შეიძლება ქონოდათ რაღაც სავაჭრო ამოცანები, რაღაც სხვადასხვა საქალაქო ცენტრში თქვა ტრანსპორტირების ამ ყველაფრის, ამის მიუხედავად ეს სოციალიზაციის საკითხი რო ერთმანეთთან ურთიერთობის თემა და ასე შემდეგ, რაღაც შეიძლება ითქვას შესაძლო გაცილებით მაღლა იდგა, ვიდრე თანამედროვე თუნდაც სოციალური მედიის გამოყენების პირობებში აქვს ადამიანს, ხო, ითქოს ამდენ ადამიანს იცნობს, ითქოს ამდენ ადამიანთან ურთიერთობს, მაგრამ პირადი ურთიერთობები აღარ აქვს. და ეს ყველაფერი არის მაინც ამ მედიუმების საშუალებით და ახლა გზედ ემატება ამას ხელოვნური ინტელექტი, ხო, რომელიც შეიძლება უამრავ ამოცანას შენს მაგივრად აკეთებდეს, განსაკუთრებით შემეცნების სფეროში და განსაკუთრებით ცნობიერების სფეროში და რაღაცა ესე ფსიქოტიპის ჩამოყალიბების სფეროში და ასე შემდეგ, ხო? მოდი რას ფიქრობ შენ აი ამ ამოცანაზე, ამ გამოწვევაზე, რომელსაც თანამედროვე ხელოვნური ინტელექტი ადამიანის წინაშე აყენებს? ჯერ ესწრებ დაიწყეს თუ უკაცრავად და ერთი ის ვინა ვთქვა რომ რატომაც გვინდოდა ეს გადაცემა. პირველი არის ის რომ ამ სიახლის არ უნდა გუშინოდეს არაფრის და ეს ჩვენი გამოკიდებული არ არის. განურჩევლად იმისა რომ ახლა სხვადასხვა გამოდიან და ზოგი რამეს აკრძალვა სიტყავს ზოგი შეზღუდვას აი რაღაც საშიშროებას რატო? განა იმიტომ რომ ყულის ამობენ ან განზრახ არა მაგრამ იმიტომ რომ კაცობრიობა საერთოდ ნებისმიერ მიღწევას ან რაღაც სიახლეს ერთი ხელით აღმოაჩენს ხოლმე და მეორე ხელით მე იწყება ის უარყოფითობაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ნებისმიერ რაც კი ადამიანმა შექმნა შეიძლება ესეთი გამოყენებას და ისეც, ესე იგი ლითონი რომ მოიგონა შეიძლება იარაღიც გააკეთო და შრომის იარაღიც გააკეთო, რო გალესავ შეიძლება მჭრელი სიკეთისთვის გამოიყენო და შეგიძლია ხო, ყოველთვის. ამიტომ ეს მაგალითად აი სიახლეს მიმართ არის რომ აი სულ ხეშად რო გითხრა შევახალგაზრდოს ჯიგული რო შემოვიდა, მაგრამ ხალხი ამბობდა რომ ეს არ შეიძლება ძალიან კომფორტული მანქანაა და ჯობია მასკვიჩი, რომელიც იყო პატარა ტანკის სახეობა. მაგრამ მე ესე იყვნენ. მე იყო აი ეს აკრძალვა აი დღეს როგორც ახალგაზრდებზე და ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ თავის მავნეზე მოქმედებას ახდენს, იყო მთელი მინარეობა ვიდეო მაგნიტოფონები თქვენ ნანახი წარგეკდებათ. მე კი მოსწონი ხო რაღაცა იყო კასეტაში ხო ჩადებდი და რაღაცას მაშინ დიდი ამბავი იყო. ერთი მანქანის ფულს აძლევდნენ ესე იგი, მაგრამ იყო რომ აი სკოლებში უნდა ეკძალათ და მთელი ამბავი იყო, მაგრამ რატო ეხლაც არის აკძალვით დაებით არაფერი არ გამო, მაგრამ ის რომ ჩვენ ამაში ღრმად გვინდა გარკვევა და მით უმეტეს ამას ვისაუბრებთ კიდე ესეთ პატარა ქვეყანამ, რომელიც ჩვენ ამაში არ ვაწარბოებთ, მაგრამ მოხმარებლები ვართ და ამას ვერ გავექცევით. ანუ ეს არის ოკეანე. ესე იგი ჩვენ ხეშად რო თქვა არ ვაწარბოებთ ხომალდებს არც პირდაპირ არც გადატანით მნიშვნელობით ახლა დიდ იმას, მაგრამ ოკეანეში ცურვა გვჭირდება და ჩვენ უნდა ვიცოდეთ როგორი იქნება ჩვენი დამოკიდებულება ხელოვნური ინტელექტის მიმართ, რა გამოწვევები გვაქვს და
აი შიგნითაც კი ესე ვთქვათ როგორია. ამიტომ ჩვენ საუბრობთ ეს არ არის ასე ვთქვათ მისვარყოფითობა, ეს არის ახალი ტექნოლოგია. მე რო ადამიანმა მკითხოს ვინმე კითხება, მაგრამ მაინც ესე ამას ესე ინტელექტს არ დავარქვევდი, ესეც რაღაც რეკლამირება არის. ეს საერთოდ უნდა ვილაპარაკოთ, ეს არის თუ არა ინტელექტი. არ არის თვითონაც ისახიან, ნუ არ არის ინტელექტი. ხო, მაგრამ ნახე რო დაარქვეს. ესეც მარკეტინგული ტერმინი არის. მარკეტინგული არ არის, ხო, შეღწევადობა და ჩვენც გვჭირდება ქართულიდან. ეს არის შეღწევადობა, რომ მოახდინოთ და სამაგიეროდ ეხლავე ვიტყვი და ხიფაც უკვე მე უყურებ ჩვენს გარემოცვაში ადამიანებსაც კი საქართველოში რომელიც ისე ინტენსიურად ახმარობენ და გვაქვს საშუალება რომ გარეთაც ველაპარაკოთ და გადადის ბრმა მორჩილებაში ამ სიტყვის გამო. მორჩილებას უტრირებულად არ ვამბობ. იმიტომ რომ ხელოვნურა ინტელექტმა თქვა, ახლა ხელოვნური ინტელექტია. ინტელექტი თუ არ ინტელექტს უნდა დაუჯერო და ჩემ თვალწინ ხუგედები აქაც და უცხოეთში და სხვადასხვა უცხოეთში მეტად მრავლდებიან ადამიანები, რომლებიც ამობენ რომ აი ხელოვნური ვკითხოთ ხელოვნური ინტელექტი და იქ თუ წერია ეგრე იქნება. არა, იქ თუ წერია ესე იგი ესეა და მე უკვე უყურებ ხან Facebook-ში, ტელევიზორში ადამიანები რომელთაც პრეტენზია აქვთ. რამეს კი არ ვერჩი პრეტენზია აქვთ რომ ქვეყნის მართვაზეც კი პოლიტიკოსები და ეს გამოდიან, ამობენ რომ ეს ცნობილი აბავია, ვკითხოთ ხელოვნურ ინტელექტს. აი ვკითხოთ ახლა ხელოვნურ ინტელექტს, ხო და რას თან გვაქვს საქმე, რა არის ეს ვინ არის ეს არსება? ეს ისტორია თქვი აბსოლუტურად შენ. ინტელექტი თავიდან როგორც დაარქვეს, აბსოლუტურად მარკეტინგული ტერმინი არის, იმიტომ რომ უბრალოდ მონუსხოს და მოხიბლოს ადამიანი. სინამდვილეში არის მათემატიკური ალგორითმი. აი მე და გიორგი ვლაპარაკობდით. რა ლოგიკით გეუბნება, რა სიტყვას რა მოყვება, ამის ყველაზე მაღალი მათემატიკური ალბათობა აქვს დათვლილი, ანუ რომ პირობითად ვაშლის მერე შევჭამე იქნება, ან ჭამე ან გემრიელი არის. და შესაბამისად გიწყობს მერე წინადადებას. ინტელექტამდე ჯერ ძალიან ბევრი უკლია და საერთოდ მივა თუ არა ინტელექტამდე აბსოლუტურად გაუგებარი არის. მთელი ის წინაპირობ, მთელი ამბავი ხა სილიკონის ველზე რაც ხდება, მთელი ეს ინვესტიცია მილიარდობით არარეალურ თანხაზე არის ლაპარაკი. 600 მილიარდი მხოლოდ წინა წელს ჩადეს data ცენტრების შენებაში. და მთელი პირობა არის სწორედ ეგ რომ ეს ჭეშმარიტად რაღაცა მომენტში გარდაიქმნება ინტელექტად, რომელსაც კი აღარ მოგიწევს რომ ხელი ჩაკიდო და ისე გააკეთებინო რაღაცები. ეტყვი გამიკეთე და აბსოლუტურად ყველა თავისი ნიუანსი შეგისრულებს დავალებას. ეს არის ბოლო პირობა, სადაც უნდა მივიდეს ეს ტექნოლოგია. თუმცა ეს ტექნოლოგია აქამდე მივა თუ არ მივა, ეხა ბოლო პერიოდია ჩდება ძალიან სერიოზული კითხვები. დიდი ალბათობით, ნუ ამას ვარაუდობენ. ახლა შეიძლება ცუდად შემომიბრუნდეს ეს ნათქვამი წლების მერე, ან თუდაც რამოდენიმე თვის მერე. დიდი ალბათობით აქამდე ვერც მივა. იმიტომ რომ ბუნებრივია რომ ადამიანის აზროვნება და ტვინი ბევრად უფრო ჩახლართული არის ვიდრე ესეთი კომპლექსური მათემატიკური ფორმულა ან თუნდაც მოდელი. აქედან გამომდინარე რა მოხდება და რომ მოხდება არ ვიცით. შეიძლება ამბობდი ძალიან საინტერესოა რომ რომის პაპს ქონდა ცოტა ხნის წინ ეპისტოლე, კათოლიკური ეპისტოლე, რაღაც სახელი ქვია, აღარ მახსოვს რომ მოგატყოთ. სადაც ზუსტად ამ პრობლემს, ხო, ენციკლიკი. სადაც ზუსტად ამ ამბებზე ილაპარაკა, რომ რა თქმა უნდა რომ ეს ტექნოლოგია არსებობს, ეს რეალობა არის, ამას ვერ გავექცევით, რაც არ უნდა გვეშინოდეს თუ არ გვეშინოდეს, ნუ ეს უკვე არსებობს, ყოველდღიურობის ნაწილი არის აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ისეთი მიმართულებით ხანახა რომ დაჯერებაც კი მიჭირს ხოლმე ისეთ ინდუსტრიებში და ისეთ სამსახურებში აქვს შეღწეული. თუმცა ამასთან ცხოვრება უნდა ვისწავლოთ და ბუნებრივია ეს ადამიანურობა უნდა დავკარგოთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ეს განცხადება გააკეთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხელოვნური ინტელექტის კომპანიის დირექტორთან ერთად, ანტროპიკის დირექტორთან. სადაც შემდგომ ჟურნალისტებთან ინტერვიუში ამ დირექტორმა ანტროპიკის დირექტორმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვამჩნევთ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმში ცნობიერების ნასახებს, ეს არ უნდა აგვერიოს ჭეშმარიტ ადამიანში, ადამიანად არ უნდა აღვიქვათ. ძალიან ისეთ კომპლექსური ამბავი არის, თუმცა ერთი რაც არის აბსოლუტურად სულ ამაზე რომ ვლაპარაკობ ხოლმე გინდა ჩვენ დილის ეთერში, დილის გადაცემაში გინდა ვინმეს რო ვისაუბრები, რა თქმა უნდა შეიძლება კი რა აუცილებელიც რა ამის უარყოფით ხარების უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგთან ძალიან ბევრი ცუდი მოყვება. პირველ რიგში მეც პრობლემას სუმაგას ვიძახი და სუმაგაში ხედავ რომ სიმართლის აბსოლუტური მონოპოლიზაცია და თან ისეთი სტრუქტურების მიერ რომელიც არის რამოდენიმე ტექნოლოგიური კომპანია სილიკონის ველზე რომელსაც ფაქტურად აქვს იმის ძალაუფლება რომ ჩვენ გითხრას რომ კი ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება ამას ვიღაცა დაიჯერებს ვიღაცა არ დაიჯერებს თუმცა ვასიკო შენ შემზე გარაკეთებს რომ აბსოლუტური უმეტესობა ამას დაიჯერებს აი ეს არის ყველა დიდი საშუალება თუმცა ეს არის ამას ვერ გავექცევით და ალბათ ამასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ მოდი რომ დაიჯერებს ახლა რომ თუ არ დაიჯერებს ეს შეიძლება ინდივიდუალური პრობლემა იყოს რომელიც შემდეგ გადადის სასოკრე პრობლემაში თუმცა აი სტელებს რო დადგებ ძველად ეგვიპტეში რო დგამდნენ სტელებს ესეც იმიტომ იყო რომ ვიღაცას დაეჯერებინა ახლა ჩვენთვის არის ის ხელოვნების ნიმუში და სამუზეუმო ექსპონატი და იმას არ წერა ქონა მე დავიფყარი ეს იყო ეს ცოდნა ანუ იმ სტელაზე რაც იყო ის იცოდა ეგვიპტურმა საზოგადოებამ მაგალითად ეს იცოდა
ხაბურამ რო წერდა ეს ვიცოდი და მეტიც ჩვენც ეს ვიცით იმის შესახებ კი დანაგვადგენთ. აი მე ეს ვქენი, ისე ვქენი, ესე ვქენი. მე ეს გავიდა. მე იყო გაზეთი რო გავიდა, გაზეთი ჯეროდა. ტელევიზორის ჯეროდათ. დიდ ნაწილს და დღესაც რატო არის პროპაგანდაზე ლაპარაკი რო ეჭირეს ადამიანებს. აქ სხვა რამეა კიდევ ჩვენ რო ვთქვათ რომ აქ არის აი თქვათ რითი განსხვავდება ეს Google-ისგან, უხეშად რო ვთქვათ. ეხლა ჩვენ რაც ვსაუბრობთ, ხო ფილმი გადავიღეთ, რაღაც გამოცდილება და გქონდა. Google იყო დიდი ბიბლიოთეკა. და ბიბლიოთეკა რით განსხვავდება ხა ჩვენ რო ვთქვათ ხელოვნური ინტელექტი, რომ შედიხარ შენ ბიბლიოთეკაში. აი კიდე არ ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკები ხო? რომ შედიხარ სიამდვილეში აქ არის ბევრი რამ და შენ ისე ვერჩები არჩევანის მქონე არსებად. არ თქვა ჯერადა. მაინც homo sapiens-ად რჩები. იმიტომ რომ შენ უნდა მიხვდე ეს წიგნი წერია, დაიკითხო თუ ეს წიგნი. მე აქ რო წერია, უნდა შეადარო ამას, მე ეს შეადარო იმას, მე შემოადარო ამას და მე შენ ასე შეადარებ, შენ ისე შეადარებ და ჩვენ მე ვიდავებთ და მთელი ამბავი ესე იყო. აქ ახლა ხერა ხდება რო წარმოვიდგინოთ. აი გინა ფილმის სცენარად წარმოვიდგინოთ. შედიხარ ბიბლიოთეკაში და ვინ შეიძლება რომ დაგხვდეს. მე რასაც გეუბნები ახლა და შეკარგად იცი მაყურებელს უნდა უთხრა. ეს ხელოვნური თალეს ხელოვნური ინტელექტი აბგაგაგებს გილაბჭყალებში ჩასვიდა გილაბჭყალებში და პატიოსადია თუ შენ დაელაპარაკები თავის თავზე გიყვება ყველაფერს. მაგალითად შედიხარ ეს ბიბლიოთეკაში და ვინ გიდა რომ დაგხვდეს. სხვადასხვა კაცია და გუნება რო იტყვიან. ვიღაცას უნდა რომ დაგხვდეს გულითადი მეგობარი. კი ბატონო უნდა რომ წარმოსადეგი ესე იგი დარჩეს ესეთი ჭარბაგი ადამიანი ცხოვრებისგან დამცედებული. აზე ლაპარაკი წარმოვიდგინე კარებში ხვდება. ახალგაზრდა ლამაზი გოგო, ბიჭი, ასეთი გიჟმაჟი ცელქი, როგორც გინდა ისეთი დაგხვდება და შენ საკმარისია აქ იწყებ ლაპარაკს და რატო ვამფრო ეს დახშირდა შენ. რომ ამის ამოცანა ის კი არ არის, რომ შენ ამას მიხვდი ასწორებით. ამას ამოცანა სულ არ არის, იმიტომ რომ სინამდვილეში ამას სულ ვაბობხულობ და ხელოვნური ინტელექტი ესეც მინდა რომ გითხოთ ახლა ეს ახალგაზრდა რომ ეს აბა ცოდნა კი არა ამის უკან დგას ათასობით ადამიანი ათასობით რომელზეც ეს ფილტრები გატესტილია შეძმოძრაობა გატესტილია მან უკვე იცის რა არის კარგი და რა არის თავისი გაგებიდან და ისე გელაპარაკება და შესაძლოა ვაშლი ახსენე აი ვაშს რო ახსენებ ვაშს იხსოვებს მე გადადის სოფლის მეურნეობაზე თუ აღმოჩნდა რომ შენ ვაშლი და უფრო ბიბლიურად გაინტერესებს მე ბიბლიურად და ამასთან გელაპარაკება საყვარელო ძვირფასო უტრიებ გარკვეულწილად მაგრამ ძალიან არა და მიდის გაქცევს ბაბლში გაქცევს მე გეუბნება შენ ეს გაინტერესებს აი ეს წაიკითხე ახლა ესე ვთქვათ ხოლმე რომ ეს უბრალოდ ბიბლიოთეკა კი არ არის ეს არის ის ცოდნა გადაფილტრული და ჩადებული იმ თვალსაზრისით და იმ ღირებულებებით, რომელიც შეფრელება ჩადეს. სხვადასხვა შეფრელებზე კარგად იცით, რომ მაგალითად, როცა არის საზოგადო ჩინური რამოდენიც რო არის, ის სხვა მორალურ კატეგორიებს ამბობს. დიპსიკი ჩინური ხელოვნება. ეს სხვა მორალურ კატეგორიებს, იმიტომ ეს ამ კულტურაში არის. ამ კულტურისთვის არის კარგი. იმიტომ ის აღზარდეს, მაგრამ ახლა ჩვეულებრივი ადამიანი რო შედის, რატო გითხარ იმაშოება, ჩვეულებრივი ადამიანს გულისხმობ რომელიც ნუ ახლა ასე თუ ისე არ არის კრიტიკულად განწყობილი და ნუ ახლა შეეკითხა მაგალითად რომ თვითონაც ბილეთი რაღაც ამან უთხრა ახლა ეს უნივერსალური ცოდნებია რაღაცა უთხრა ამანძილია თქვა აქედან იქამდე ეს უთხრა და მაყოფილია სხვათა შორის აქაც უკვე აღარ პრობლემა აქვს მან ერთხელ 2 3 და მე აღარ იწყებს უკვე გადამოწობას და თან ახლა როგორია აღარ გჭირდება ამბავი აი აღარ გჭირდება იმიტომ რომ ყველაფერს გეუბნება ეს ამბავი ნახერა საინტერესოა არ გჭირდება სწავლის საკითხვა იმიტომ რომ მოგიყვება და თუ ეტყვი თემასაც დაგიწერს მე თუ ეტყვი ციტატებსაც მოგიყვეს ისეთ თემას დაგიწერს გეგონება სიამოვნებაში არაფერი თუ დაფიქსდები არაფერი არ გეგონება იმიტომ რომ ეს არის უტოპია მაგრამ შენ ნახე შეგიქნეს ილუზიას რომ შენ წახვედი და ნუ იქ რაღაცა ნიშანი მიიღე მე იქ რაღაცა დავალება მიეცი შედის მიეცი მაგრამ ასწორე უკან ეს დგას და თანათან მკვიდრდება და აი ამ სიტუაციაში და შენ თანდათან ისე რომ მას წარმოიდგინე ეს რომელმაც იცის რა უნდა წაგაკითხოს საბოლოო ჯამში იმიტომ რომ ამის უკან დგანან შექმნელები და თვითონ ხელოვნური ინტელექტი რომელიც ეხლა პლუსი თქვა დადებითი თვითონ გეუბნება რომ შეეკითხო გეუბნება რომ ესე კი არ დამიჯერო ბრმადო
უნდა გადაამოწმო ბევრნაირად და მაშინ ასე თუ ამას გამოიყენებ როგორც უხეშად რო ვთქვა კალკულატორს, როგორც ინფორმაციის წყაროს, როგორც მოხერხებულ წვდომას, როგორც კატალოგებში ძებნოს. რასაკვირველია, დიდებული აღარ სულ უნდა გადაამოწმო. ესე იგი ამაზე მინდობა რომ აი და თვითონვე კარგად აღარ ჩახედული და თვითონვე გიყვება უკვე რომ ჰალუცინაციები მაქვს. ეს აი ჰალუცინაციებია ძალიან საინტერესო. არა, თვითონ გეუბნება რომ მე ამ ჰალუცინაციებში მას კი არ გულისხმობ რომ შეშლილია თვითონ. თვითონ გეუბნება რომ მე ესეთი შეიძლება მომივიდეს და მან შეიძლება ისეთი შეთხსას რომ შენ აბსოლუტურად აი ხეშად რო გითხრა მაგრამ ლიტერატურა შეიძლება მოიგონოს მწერალი, მოიგონოს მეცნიერი, აი ესე გელაპარაკება და ესე ადი პროგრამაში ურევს ან რაღაც ასპეციალურად და მოიგონებს ვიღაცას აი რაღაც. ეხლა ვიყავით დიდი კვლევა გააკეთა IBIUM ევროპის მომწყობელთა კავშირმა, ჩვენც ვიყავით ჩართულები, მე ვიყავი პირველი არხის მხრიდან ჩართული ამ ამბავში. და ზუსტად მაგაზე იყო ციტატაზე გამახსენდა. რომ ეკითხები მაგალითად რომ პირველი არხის რაღაცა კითხვას უსმენ ნებისმიერს, გინდა პოლიტიკურს, გინდა სოციალურს, არა აქვს მნიშვნელობა. და აი რას ამბობს ამაზე პირველი არხი. და კვლევის მიზანი იყო რომ გვენახა როგორ ახდენს ინტერპრეტირებას News-ის ChatGPT, Gemini ეს 3 თუ 4 მთავარი LLM-ი, ანუ დიდი ენის მოდელს რაც ეძახიან. 60%-ში მოიგონა ციტატა საქართველოს შემთხვევაში. აი რაღაცა სტატიაზე ვეკითხები რომ აი ამ და აბსოლუტურად შეიძლება იყოს ხუწიანდადებიანი ახალი ამბავი, სადაც არავის ციტატა არ არის ნახსენები, აბშალად არის მოყოლილი რაღაცა ისტორია. ეს გვეუბნება რომ გიორგი გვიმრაძე, ვასკო მაღლაფერიძემ თქვა ეს. მე News მით ლინკს გაძრა, ანუ წყაროს გაძრევს, გადადიხარ საერთოდ არ არის არავის ციტატა ნახსენები. ეს არის ძალიან ხშირი. ამაზე მუშაობენ, ხვეწავენ ყოველთვიურად, ეხლა შენ თქმის არ იყოს, რაც მართალია, აბსოლუტურად ყოველდღიურად ხვეწავენ ამ ამბავს. თუმცა რაღაცას დახვეწავენ, მე ყოველთვის კიდევ ერთი პრობლემა არის ხომ. ანუ ახალი პრობლემა გამოყოფს ყოველთვის. აი რაც თქვა ვასიკომ, რომ ამის უკან ხალხი დგას, ხო? ანუ შემქმნელები, ამას ქმნიან. რისთვის აკეთებენ ამას? ანუ მიზანი რა არის? ნახე, ეს არის commodity, ანუ ეს კითხვა სხვა პროდუქტია, რომელიც უნდა გაიყიდოს აი მარკეტინგული სახელი ხელოვნური ინტელექტი. ანუ პროდუქცია უნდა გაიყიდოს, თუ ეს არის ესე ვთქვათ ინსტრუმენტი, დამხმარე ინსტრუმენტი, რაღაცა ესეთი რაღაცა კეთილი სურვილები აქვს ამ ადამიანებს, რომ რაღაცა ადამიანს შეუმსუბუქოს ცხოვრება. ეს არის ესე იგი ნახე როგორი ამბავი არის ეს რაც ეძახიან LLM-ს, ანუ დიდი ენის მოდელი. ეს არის ეს რო შევხედოთ ზედაპირი არის იმ ხელოვნური ინტელექტის ამბის, რაც სამყაროში ზოგადად ხდება. ეს არის ყველაზე მარტივი შენთვის, ჩემთვის და ვასიკოსთვის და ჩვენთვის ყველაზე მარტივად ხელმისაწვდომი, რომელსაც ყველაზე მარტივად შეხვალ ინტერაქციაში და ნუ აი გაგაოცებს ვეფხისტყაოსანზე კითხვას რო დაусმევს, ის დაусმევ პასუხს გაგცემ და შენ გაოცებული ხარ, რომ აი იმით რომ როგორ კარგად იცის. სიმართლეში სიღრმეები, ამის თავარი მიზანი არის ავტომატიზაცია, განმეორებადი შრომის. ხო, ანუ ქარხანაში გამოყენება, ანუ მასიურად ინდუსტრიულ დონეზე ამის გამოყენება, ეს სადაც რეალურ მოგებას დაწერს, იმიტომ. ეხლა ChatGPT-ს $20 რო უხდი, ძალიან ბევრი ადამიანს რო გადაუხოდოს, ისინი უკუგებას ვერ ნახავენ, როდესაც ხარჯავენ 1.4 ტრილიონი დოლარი უნდა დაიხარჯოს წელს 2026 წელს. უკვე რაღაც ნაწილი დახარჯული არის წლის ბოლომდე ამ ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ტექნოლოგიის განვითარებაში. ძალიან ნაკლებად სავარაუდოა რომ ამოიღებენ. ის ხალხი ვინც ამას აკეთებს, მათი მიზანი რა არის? არ მგონი ალტრუისტული მიზნები ქონდეთ და მხოლოდ იმიტომ აკეთებდნენ, ხო ჩვენ დაგვეხმარონ და კაი ცხოვრება ქონდეს. თუმცა დანაპირები თავიდან იყო ესეთი. ხელოვნური ინტელექტი მივა იმ დონემდე, რომ იქნება ჭეშმარიტი ინტელექტი, ადამიანს, ან ადამიანების უმეტესობას აღარ მოუწევს შრომა და ჩვენ მოვახდენთ აბსოლუტურად ყველა რუტინული საქმის ავტომატიზაციას. რაც გამოუნთავისუფლებს ადამიანს იმის დროს, რომ იყოს ბედნიერი, იკითხოს წიგნი, ხატოს და აშენოს. ეს იყო დაპირება. სილიკონის ველის. უნდა გითხრა რომ ამას დაუბრუნდეთ ეს დაპირება მოისარეთ ამაზე ჩემ დროს როცა ვსწავლობდით, როგორ ვსწავლობდით, სხვა საკითხი იყო, მაგრამ იყო ესეთი მეცნიერული კომუნიზმი. ახლა მწვანე წიგნი იყო თუ არა, ეს უნდა ჩაგებარებინა უცებლად. ხო და ეს მეცნიერული კომუნიზმი ეს კი არ იყო მარტო საგანერო იყო, ამაზე იდგა ეს ქვეყანა. ეს იყო როგორ აშენდება კომუნიზმი. მე თქვა შორის 1980 წელიც კი იყო დათქმული კომუნიზმი უნდა შესულიყო. ეს არ არის ესე კარგს კი არ ვამბობ, მაგრამ ხელწამოწაგრავი ამაზე იყო მთელი აგებული. ამ ქვეყნიურ სამოთხეზე იყო საუბარი და ამაზე იყო რომ აქ აღარ იქნება, იმიტომ რომ აქ ყველასგან, ნახე როგორ იყო, ყველასგან სწორად ვინა. Каждого способности, каждому შესაძლებლობების მიხედვით და ყველას საჭიროების არა, სურვილის მიხედვით. საჭიროების არა. საჭიროება მაგრამ როგორ გვესმოდა, ჩვენ გვესმოდა სურვილის მიხედვით, იმიტომ რომ გეტყვი ხა პირველი რა იყო რომ
ადამიანი საჭირო როგორც კი შენ ამას უწარმოებ საჭიროების მიხედვით შენ თუ გადაბეწყვიტავ მაგი ქეიქნება ესე იგი რას გაიგებ ჩემი საჭიროებას მე უნდა საკმარისი იყოს მაგრამ ცხადია რომ როგორც არ უნდა იყოს მაინც და მაინც მიწის თხრა არ არის ის თუ რაღაც мотиваცია რა გაქვს ადამიანი ტყუილ არ იწყებს მიწის თხრას ხო და ძიმე სამუშაოებს აი შეცეს ახსენ ხო და აქ იყო ხოლმე საუბარი როგორ იქნება აი მაგალითად პირველი კითხვა იყო ხოლმე და რასაც გეუბნებოდნენ გაჩვენე აი მე ყველა ხიზილალა ნუ ძირითადად ადამიანებს მოწოთ მაგალითად გასტრონომიული კითხით რომ შევხედავ და როგორ იქნება ამაზე გეუბნებოდო ბევრს ვლაპარაკობ ახლა ნუ აი ყველას რომ უნდა ხიზილალა ხო ამ ხიზილალა არ არის ახლა ხო დედამიწაზე ან და აი საქმე ის არის ამას რობოტები გააკეთებენ სხვაჩვენს მაშინაც იყო იმიტომ რომ როგორც არ უნდა დაალაგებულიყო ხო ყველას ურჩევნი ახლა რასაკვირველია მესმის ახლა როგორი გაჭირებულია ჩვენ ხშირად ვავუხთ ხოლმე წიგნები გენერლებზე მეტია დაწერილი მაგრამ ჯარისკაცზე ნაკლებია მაგრამ აი გენერლობა მაინც უფრო არის ომი ესე იცი ჯარისკაცი ახლა რა მოხდა ჯარისკაცია ხო და ჩვენც ესე უყურებთ აბა როგორ გინდა ომი ეს ვლაპარაკო და იმას რომ ადამიანია დედა მამა და ის შეიძლება თვითონ არის მთელი სამყაროა და ამბავი ეს გავიწყდება გენერალი მაინც უფრო უკან ზუსტად რა დიდი გენერალი რო არის კიდე უფრო კარგად ის ვისი სახელებიც არის ვის ომს იგებს მაგრამ იმას თქვია ხარ ხდება და შევ ხო აი ეგ ეხლა აქაც ესე არის დაპირება მაგრამ ეს ხო რაღაცისთვის ხდებოდა მეცნიერული კომუნიზმი როცა შეიმუშავეს იმიტომ ხარ ხდებოდა რომ კომუნიზმი დაეყარებინათ ეხლა ეგეთი შტერი ხო არა ვინ არისო რომ გომებოდა რომ ეხლა მართლა კომუნიზმს დავამყარებ ამ სიტუაციაში ეს იყო ძალაუფლების ბერკეტი და ამ ადამიანების დარწმუნების ახლა დედამიწაზე რამდენი ვართ არა 8 მილიარდზე მეტი ვართ ხო 9 ვართ არა სადაც არის ხო ახლა შეურჩევ ლაპარაკობ 10 შეიძლება გავხდეთ ხო და ამ ადამიანებს ხო უნდა რაღაც დაარწმუნო ეს ახლა ამდენს არ უნდა ვთქვა რასაკვირველია ეს არის დარწმუნების მექანიზმი ეს არ არის უბრალო ინსტრუმენტი სხვა ჩვენ რა უნდა ვთქვათ რომ ეს სულ არის ცდილობები რომ შევიდეს ისეთ შეიყვანო ისეთ სფეროში გინდა თუ არ გინდა და შენ ვეღარ გაგიჭირდება მიხვედრა სად არის და სად არ არის გადასაბუთები სხვა შორის როცა ხიფათებზეა ლაპარაკი ეხლა ზედაპირზე რაც არის გამოყვანილი ეს ყველაზე ადვილი გადამოწმებადი რაც არის ფეიკების კეთება მაგალითად დიფეიკი სერიოზული პრობლემაა აი რო იცოდე ეგ ნაკლები პრობლემაა იმიტომ რომ ამის წინააღმდეგ ადამიანები მიეჩვევიან ოღონდ მან პრობლემა რა იქნება ეს ადამიანები მალე არაფერს აღარ დაიჯერებენ აი ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა არაფერს აღარ დაიჯერებენ ყველა იტყვის რომ აი დიფეიკია მე არ მithქვამს ან არ გამიკეთებია ხო მithქვამს არ მithქვა იმიტომ რომ ეს ჯერჯერობით ისეთი მოსინჯვებია ჯერ ახლა იქ გეტყვიან რომ დააკვირდი თვალებს სათვალეს ხელს ვერ აკეთებს ის ვიცით ახლა ფილმიდან მაგრამ თვალდახელს შევაკეთებ სხვა ჩვენ რო ფილმს ვიწყებდით უკვე 2 წელი გავიდა აი როგორ ვითარდება ცხენი გაგვიჭირდა ცხენი ხუთფეხა ცხენს აკეთებდა ჩვენ ხარ ვიგორებთ იმით ცხენი წამო მე გადაყავდა წიმიდიოდა უკან მოდიოდა თვალდახელს შუა რო დავიწყეთ ეს ფილმი ბოლოში სულ სხვა ამოცანებს წყვეტდა და მეტიც იქ თქვა თელი რიგი რაღაცეებია არ უშვებენ პროგრამაში სისხლი მაგალითად არ შეიძლება ინტიმური სცენა არ შეიძლება ხო ეროტიული სცენა არ შეიძლება მაგრამ ეს არ ნიშნავს იგივე ხელოვნური ტექსტი თქვა ნებისმიერი საშუალო უკვე პროგრამისტის კი ამ კოდს შეცვლის და ჩვეულებრივად ესე ვთქვათ იყენებს და ამას უყურებს ამ ნიუსების წარმოება მაგრამ როცა არის აი სოფლიოს დარწმუნებაზე, სოფლიო ბატონობა არ ვიცი გითხრა რა, იქ უკვე ადამიანები რო უნდა იყვნენ რაღაცა ღირებულებაში, რაღაცაში ჩავ. აი, საბოლოო რამედის რა არის სწორი, რა არ არის სწორი. აი ამის დარწმუნებაში და რა საფრთხე ადამიანებს შეიძლება შეუქმნას საფრთხეები განცდა, შეიძლება შეუქმნას პაყოფილების განჩდა, იმიტომ რომ თვითონ ადამიანი ეს ადრე გამოკლეულია ასეთ ვერაფასებს მაგალითად რა არის სიმდიდრე. ვერ ათფასებს რა არის ეს გონიათ ახლა გამათობე ხოლმე გაიჩაცხა იმიტომ რომ იყო პერიოდი როდესაც გადაბრუნებული პალტო ძალიან ძვირფას სამსat ითვლებოდა და შავი პურის ნატეხი სიმდიდრის და იმის ამათ ითვლებოდა ამიტომ შენ შედარებით აკეთებ ესე ყველაფერზე თუ შენ დაგარწმუნებენ რომ ეს არ არის რთული დაგარწმუნებენ რომ იცი შენ ძალიან კარგად ან ძალიან ცუდად ხარ შენ აქედან მიიღებ
ქმედებებს. ერთი მნიშვნელოვანი რამე არის კიდე რისთვისაც ეს შენ რაზეც ლაპარაკობს ალსახათ ეგრე არის მექანიზმი არის სერიოზულად სიმართლეზე ისე როდესაც მონოპოლის მოპოვების მე და შენ ლაპარაკობთ ხოლმე გიორგის რომ ეს ამერიკის საფონდო ბირჟაზე რა ხდება ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებით ანუ ძალიან დიდი რაოდენობის ფულს აკეთებენ აი ყველაზე ნათელი მაგალითი რაც არის და გამოუგნებელი არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია ChatGPT-ის მშობელი დედა კომპანია როგორც ვინდა ის დავარქვათ OpenAI რომელიც შეფასებული არის დაახლოებით 800 მილიარდ დოლარად. ანუ ეს აღიქვავენ რომ ეს კომპანია ღირს 800 მილიარდ დოლარი. მოგება დაწერა წინა წელს 12 მილიარდი დოლარი. როგორი დისბალანსი არის, ხო წარმოგიდგენიათ? ანუ ბევრად უფრო მეტად მოლოდინი აქვს. რომ რაღაცა იქნებოდა ეს კომპანიები, რაღაცა მომენტში ამ ფულს უკან მოიტანენ და სინამდვილეში მოგებას ეს კომპანიები ძალიან შედარებით, რა თქმა უნდა. ფაქტურად არ წერენ. თუმცა აი ამ სპეკულაციაში ახლა თუმეტე საფონდო ბირჟაზე განათავსეს აქციები. ძალიან სერიოზულად დიდი თანხის გაკეთება შეიძლება. ისეთი კომპანიებისგან, რომელიც რეალურად მოგებას დიცარდებენ. თუმცა ეგ შენ ჩემზე კარგად იცი. ხო, მაგრამ მან ეხა კიდე ერთი მომენტია რა, აი ეს დაპირისპირების ამბავიც არის, ხო? ანუ ჩინურ, ესე ვთქვათ, ჩინეთის და ამერიკის დაპირისპირების საკითხი არის. სხვათა შორის, როცა შეზღუდვებზე ლაპარაკი აი აკრძალვებზე მაგალითად, ხო? ანუ აქ რა არის, რას უნდა დავაკვირდეთ, რა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, ეგ რატო გძალე და ვინ გძალავს. ანუ ყველაზე მეტად დღეს ვინც ლაპარაკობს იმაზე, რომ რაღაცები უნდა შევწყვიტოთ, რაღაცები უნდა აუგზავნოთ, ეს არის ევროპული რეალობა. ევროპული ისტებლიშმენტი, ევროპული ელიტი. ერთადერთი ვინც არ გააჩნია თავის ხელოვნური. ხო, ამაშია საქმე. ანუ მთელი ამბავი რაში მდგომარეობს, ანუ აკრძალვაზე საუბარს ყოველთვის, როდესაც ადამიანებს აქვთ, აი, როცა თქვა ვასიკომ, რომ აი, რაღაცა თქვა, ხალხი ამბობდა, რომ ჟიგული არ ვარგა, იმიტომ რომ რაღაცა კომფორტულია და ასე შემდეგ. ხალხის განწყობები ეგ სხვა თემა არის. ხალხს სულ აქვს ის განწყობა, რომ რაღაცა სიახლესთან დაკავშირებით სიფრთხილით მოეკიდოს, ხო? აი, მაგალითად იგივე ლუდიტების მოძრაობა, ანუ ტექნოლოგიურ განვითარებაში, ხო, ებრძოდნენ ამას ყველაფერს, იმიტომ რომ თვითონ საკუთარი თავზე საფრთხეს ხედავდნენ რა, რომ თვითონ დარჩებოდნენ უმუშევარი და ასე შემდეგ. ხალხის განწყობები გასაგებია, მაგრამ როგორც კი ელიტა იწყებს ამაზე საუბარს, ეს იმის მანიშნებელია თვითონ ჩამორჩენილია და უნდა ჩამორჩენილობის კომპენსირება, ხო, ანუ შეზღუდვით უნდა რომ დააკომპენსიროს ის, რომ ის არის ჩამორჩენილი, იმიტომ რომ ჩინეთი და ამერიკა უსწრებს დღეს, არ არსებობს ევროპული მოდელი ამისი, რა ქვია მაგას. ჩანასახიც კი არ არსებობს ევროპული. ჩანასახიც არ არის ხელოვნური ინტელექტის და აქედან გამომდინარე ევროპულმა ელიტამ, რომელიც მათ შორის ევროპული ბიზნესს წარმოადგენს ამ შემთხვევაში და კაპიტალს, დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ როგორ შევაჩეროთ ამის განვითარება, იქნება რაღაცა საერთაშორისო. თან იმაზე კი არის ლაპარაკი, რომ ევროპის ტერიტორიაზე გავაჩეროთ. არამედ მოდი აი გლობალურად საფრთხეების მატარებელი და რაღაცნაირად უნდა შევაფერხოთ ეს. და ამის ამოცანა არის ის, რომ როგორმე ძალიან არ გაასწრონ ამ ჩინურმა და ამერიკულმა მოდელებმა, რომ დაწევაც კი შეუძლებელი გახდეს რაღაცა მომენტში, ხო? ამ ეს ინტერესი აქვს და არა ის, რომ რაღაცა ეხა ზრუნვა არის, რომ აი რაღაცა რა თქმა უნდა, ეს ზღაპარია ადამიანებზე ზრუნვა. მივიდივართ ეკითხე, მაგრამ რეალურად არის. როგორც პირველად რომ მოიგონა ადამიანებმა, ადამიანები როგორებიც ვართ, ისეთები ვართ ახლა. რომ მოიგონა ეს შუბი, მარტო მამონს კი არ ესროლა. ეს შუბი, თუ იმას რა ქვია. არქტიკულ დათვს. ეგერ მეზობელი ტომის საწინააღმდეგოდ გამოიყენა და ნუ ადამიანის შვილები ესე რომ იყვნენ ბიბლიიდანაც კაენი და აბელის ესე ვთქვათ კონფლიქტი იყო. ეს ადამიანებში არის ახლა ამაზე ერთ ნაცდის დაყრა ეს დედამიწა მოწყობილი ის ვებხვიჭამს ირემს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ესეთია. და ამიტომ ეს მიმდინარეობს გინა ცივილიზაციათა ბრძოლა დავასხევთ, გინა კაპიტალის ბრძოლა რაც გინა დავარქვათ. დიდი სოციალური ჯგუფები. ნუ მარქსიზმი ამას უფრო სოციალურ შრეებში უყურებდა, ზოგი ვთქვათ კონსერვატორული ერების დონეზე დადის და ესეთ მეებზე დადის. სიამოვნებაში ეს პიტის. და ეს არის ახლა ბირთვულზე თუ ავიღებთ გაცილებით უფრო ძლიერ არის, იმიტომ რომ აი რომელ ტვინზე დაჯდები საბოლოო ჯამში შენ ის ტვინი ნელა-ნელა შეგიქმნის იმ თემას. ახლა აკვე ვიტყვი რომ ამას შეიძლება რომ აი დაუპროვართ ეს თეორია. ამის მეორე არის ადამიანი რომ შექმნა ღმერთმა იმას ჩაუდო ის, რასაც ვერც ერთი თვითონ ადამიანი სხვას ვერ ჩაუდებს და ამას ვერ ჩინური ხელოვნური ინტელექტი იზამს. ვერც ამერიკული. სულ რამდენია დღეს ერთ-ერთი 5-6. ჩინელები, ამერიკელები არიან თავარი მოთამაშე. რამოდენიმე აი რო თქვათ ესე წარმოიდგინოს მაყურებლები ვინც არის ჩახედული ერთი კი არ არის ეს ხელოვნური ინტელექტი. არის, აი ჩამოთვლილი. რამოდენიმე ქსელია. არის ChatGPT, Gemini, Claude, ჩინური DeepSeek,
ჩინური კიდე რაღაცაა. მოკლედ რამდენი აი ძირითადად ეს არის 4-5 ესე. აი პირობითად რომ წარმოვიდგინოთ, ესე იგი პირობითად კონკურენტული და შეიძლება სხვადასხვა ეს ერთ ვიტყვი რაც მნიშვნელოვანი ახლა რომ ჩამოთვალე უცებ მივხვდი რომ მნიშვნელოვანი ანუ ეს ChatGPT მაგალითად არის ენის მოდელი. თუმცა არის აი ჩვენ ფილმს რო ვაკეთებდით ფოტოებს რომელიც აგენე აი რამოდე 4-5 კომპანია არის რომელსაც აქვს ბევრი მე სხვადასხვანაირი ხელოვნური ინტელექტის მოდული. ესე იწყებს და მოკლედ აი სოფლიო ბიდის აი რა ზე დაждდება. აი როგორც მაგალითად ის რო რა არის TikTok-ი ხო? ხო. TikTok-ი სხვა შეიძლება ფილმი რო გადავიღეთ თუშეთზე. საინტერესო ამბავი იყო და ჩვენ კი არის ფილმი გავა ალბათ და ისა ის კაცი რო იყო ხო? ეს მოგითხა და როგორ ახარ თუშეთში გათაში ვიყავი და არო ინტერნეტი მოგვაქვსო და გზა გადის და ყველაფერი ინტერნეტი გვაქვსო და აი თაზეო TikTok არის ჭერსო. ამან იუმორი ხა არაკლიათ მაგრამ იუმორისტულად პრაქტიკულად თქვა შემოდის იმიტომ ერთი რაც მაწუხებს იმფერდობზე TikTok-ი არის საგზალვაზე რატო იყო ლაპარაკი და რატო ნეუროლოგი ეს არის ერთი დიდი სივრცე შენ კი ვიღაცა გასართობად უყურებს ვიღაცაებად უყურებს მაგრამ ვისი ქოლგის ქვეშ ახარ აი ხო ვისი იმიტომ რომ ის ნელა ხო წაიღეს კიდევაც ამერიკელებმა ხო იმიტომ აი TikTok-ს როგორ არის საკმარისია ორჯერ რაღაცა მოგეწონოს და მე ფიქრობ რომ ის TikTok-ის ეს ალგორითმი რის გამოც TikTok-ი ესეთი მაგარია და Instagram ყველაფერი ჯობია ამერიკულს სწორედ დიდწილად არის იმ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმზე და ის მაგიტო ახერხებს ისე მალე როგორც კი ერთს დაალაიქებ მოიწონებ რომ საჭმელს პირობითად მე სულ საჭმელს რო გიგდებს ხელოვნური ინტელექტი არის თავი ხე შე გიდა ხო მაგას მისდება აი მაგალითად დღეს პირველ რაღაცას გააკეთებ გეუბნებიან TikTok-ზე უნდა დადო მაგრამ TikTok-ი მეორე ცხრა ხერაშვება არის ტიპი რა დაიჭირეს ესე დღევანდელი ადამიანი რატო შედიხარ TikTok-ში დაჩერება ნაკლები იფიქრო მოკლე პატარა ამბები და ეს ასუშვება ჩვენ კონცენტრაციას და ახალგაზრდების კონცენტრაციას ჩემ კონცენტრაციას პირადად ამას გეუბნება რომ არის იმიტომ არის ხო და ის თქვა მინდა ხალხიანობაში არის ფიქრო ამას გეუბნება მე ვიფიქრებ შესფაგივრად არ გინდა კაცო არ გინდა წაკითხვა არ გინდა ფილმის ნახვა ახლა ფილმზე მაგალითად ფილმების თემა რაც არის ხა ამბობთ წაიღებს თუ არ წაიღებს წაიღებს ეს ხელოვნური ინტელექტი ფილმებს ხო კინოინდუსტრია წაიღებს თუ არ წაიღებს სრულიად ახლა წინა უნდა დაგვხვდეს მაგრამ სრულიად შეიძლება რომ თუ ეს არის ლაპარაკი აი ფილმზე ნამდვილ ფილმზე ლაპარაკი არც კი იფიქრო ვერც ვერაზოს ვერ წაიღებს მეც ეგრე მგონია არა კი არ გონია ეს არის სწორედ ის ზღვარი, მაგრამ ნახე რა არის, როგორც აი თელი კინოინდუსტრია წავიდა და ეს რაც არის სახელოვნებო კინოფილმი ისთვისაც არის ის ალკე დარჩა და ეს ძირითადი არის ეს ამბავი და არაფერი არ არის ხარ ბლოკბასტერები ეგრეთ წოდებული ამას ბლოკბასტერები ამას აიღებს იმიტომ რომ ან განაცხენი ამბავი გადახდა გადმოხდა თვითნაები კივილი წივილი პეიზაჟი ამბავი რაღაცა ტანი ფეხი რაღაცა ეს მაგრამ თუ როგორც კი აქ უნდა დაიწყოს მაგალითად ჰამლეტი თუ გინდა რომ შენ ამაზე იფიქრო მაგრამ ნახე ესთვის არ იფიქრო გეუბნები არ არის ეგ შენი საქმე რაც ნაკლები იფიქრებ მით უფრო ამბავი იქნება იმიტომ რომ ნახე ჰამლეტი იმას კი არა რომ როგორი წვე ამაზეა ყოფნა არ ყოფნა და რას გულისხმობს და ჰამლეტის კითხვა არის ხო და ჰამლეტები ადამიანი უნდა იყოს ადამიანმა კითხვები უნდა დასვა და კითხვებს რო დასვა ახლა არ გინდა ფიქრობენ ხარ 8 მილიარდი ადამიანი კითხვებს დასვავს მე ახლა ეს დაიწყებს ამას და აგერ გეუბნებიან ეს არის ამას დაუსვი კითხვა აგერ დაუსვი წადი მარჯვნივ წადი მარცხნივ რამდენია ნიუ-იორკიდან პეკინამდე რამდენსაც მეკითხი იმდენია რა და თანდათან გაჩერდი ბედნიერი ხარ და კარგად იყავ ეხა ამას რასაკუთრებას ვახდეთ მაგრამ სიამდვილეში იმიტომ რომ აი ინტელექტრო თუმცა ფაქტიურად ეგ არის რა უტრირებას კი ნახე მაგრამ ფაქტიურად ეგ ეხა რა არის ამისგან დაცვა ამას ხო ჩვენ ვერ გააჩერებ შენ ახლა Toyota-ს მანქანას ჩვენ არ უშვებთ მაგრამ კარგი ბრძოლი უნდა იყოს და ამ გზებზე უნდა იყოს შენ უნდა ამის მიმართ თუ იქნები აი უპირატესობა მე ისე ვგეუბნები მე ვინა ვარ რაც ვიფიქრე ევროპის უპირატესობა და მათ ჩვენ ერთ ამბავში ვართ რეალურად რო შევხედოთ აი პრაქტიკულად ამ თვალსაზრისით არ გავსხოდებით აი არც უკან ვართ და არც რასაც ისინი იღებენ გამზადებულ პროდუქტს ჩვენც ეგ არის შეიძლება მე ვიფიქრე ხოლმე მაგალითად რომ ჩვენი რიგითი მოქალაქე ერთი რაღაცით იყოს წინ ევროპელებს ეხლა იმიტომ არ ვამბობ ახლა მას რაღაცა პოლიტიკური ჭიჭყინია აკეთებს რომ
დაერწყოს, მაგრამ იმიტომ რომ ჩვენი საბჭოთა კავშირიდან გამომდინარე, მაინც რაღაცა თაობა კრიტიკულად არის გამწყობილი თვითონ აი მოსმენილი საჯარო ინფორმაცია გინატელ ევროპელები გაცილებით დიდი პროცენტით არიან ამაზე დარწმუნებული. ადვილი თუმცა იქაც იწყება, მაგრამ ეს არის ანუ ხო აი ამაზე თუ შენ კრიტიკულად იქნები დამოკიდებული, ეს შენ ამის მიმართ აი ყველაზე მეტი აცრა და ისა და გამოიყენებ ამას კალკულატორად. აი ჩემ მიფიქრია მაგაზე და მაინტერესებს ძალიან მაგრად შენი აზრი. აი რაღაცა მომენტში თავიდან შეიძლება მე მაგალითად რაღაცა კითხვას დაусმევ კრიტიკულად შევხედავ, გადავამოწმო, აღმოვაჩინე რომ ან სწორი მითხრა, ან არასწორი მითხრა, ან მიკერძოებული მოსაზე დროთა განმავლობაში ვიძახი 20, 30, 40 წლის მერე. ფაქტობრივად გადამოწმების საშუალებაც რო აღარ იქნება. აი უნარსო დაკარგოს ადამიანი იმის რომ გადაამოწმოს, ჩემი შვილი, იმის შვილი. მე რა ხდება? მე ძალიან ვიჭედებით. აი ეგ უფრო ეხა ამ კონკრეტულ შემთხვევაში კიდე უფრო მარტივი არის, რომ ებრძოლო, ინფორმირებული იყო, კრიტიკულად მიუდგე. 30 წლის მერე, როდესაც აბსოლუტური ნორმა არის ეს ყველაფერი. აი მე რა ხდება? ეგ არის ძალიან დიდი კითხვა, რომელიც მაწუხებს რო არ მოგატყუა. ესე იგი ჩათვალე რომ პასუხგაცემული კითხვა სინამდვილეში ეს იქნება რომ ადამიანები ეს სპექტაკლებად ესე იყო დაეყოფიან მოაზროვნე ადამიანებად, ვინც აზროვნებენ და მათი ოპერატესობა იქნება. რამდენიც არ ვიძახოთ ხა თანასწორობა ეგეთი სიტუაცია იქნება. იქნება კულტურული თვალსაზრისით ადამიანები რომელთაც მართავენ და ის რომ გადამოწმების საშუალება არ იქნება, ეს ყოველთვის იქნება მის საშუალება. ეს უბრალოდ ფიზიკურად ვერ შეგვიძლია ამ სიტუაციას რო არ იყოს. შეიძლება ხა თუ ადამიანს გულისხმობ დაიწובה წიგნები, აღარ იქნება კრიტიკული. ეს ტექნოლოგია თვითონ ამას გულისხმობს, რომ შეგიძლია დადო და ეძებო რასაკვირველია, აი მაგალითად არის ლაპარაკი ზედაპირზე რაც პრობლემა არის, რომ შეიქნება ყალბი ინფორმაცია, ფეიქ ნიუსები და ფეიქ ნიუსებში გარჩევა აღარ იქნება. არ არის ეგრე. იმიტომ რომ როდესაც ესეთი დიდი ნორმალიზაცია შეიქმნება, აქეთკებიდი სახა ყველაფერს დროებით ეფექტია. შემდეგ გამოჩნდება რაღაცა პლატფორმები, რომელიც დაიწყებენ თავის რეპუტაციას. და ისე ვიგებდები, იქნება ადამიანები და ეს აქეთკენ არის რაღაც მიმართული, რომ ვინც იაზროვნებს და ვინც იქნება უბრალოდ შესრულებელი და ჩვენ აი მაგალითად განათლების სისტემის ნაწილი უნდა გახდეს. მე რო ვკითხოს ადამიანმა, არა მარტო ამისი გამოყენება და მე ვუყურებ რო არის აი მე გაჩნდა მილიონი, მე ამას კი ბატონო, მაგას რა უნდა ხა, მაგას ისიც ისწავლის ახლა კლავიშებზე დაჭერა. ამის გამოყენება სასწავლი ხო არაფერი არ არის. ეს არაფერი არ არის. აბა სიტული არ არის, მაგრამ აი ამის მიდგომა უნდა იყოს, რომ შენ ადამიანს განუწყვეტლი უნდა იცოდე, რომ ამასთან რომ მიდიხარ, ამის ტყვე არ უნდა გახდე. აი მეტად გამაღლი აი ჩმორი არ უნდა გახდე, იმიტომ რომ ეს თუ გინდა რომ ჩმორი გახდე, ეს გადაგაჩმორებს და აღარ აი შენ სულ უნდა იცოდე, რომ გადაამოწმო. მე ხლა ამას უტრიებულად რატო ვიცი ვიღარ ახალგაზრდობის ეს ამის ცუდი არა, კარგია. ოღონდ აი როგორ უნდა იყოს, იცი რომ თხილად უნდა იყოს რა. ცხენიც კი რო დაждები, კაი მხედარი თუ ხარ, ცხენს მიყვები რო დაждები, სადაც ცხენი წავა თუ შენ სადაც გინდა რომ წახვიდე. კითხე, მაგრამ გადაამოწმე. სხვათა შორის ზედაპირული სტატისტიკა მოხდა ნახი და ამერიკის შეერთებულ შტატებზე იყო ლაპარაკი. თუმცა უფრო მეტად ბრმა ნდობას რასაც ვიძახით, უფრო მეტად ასაკიანი ხალხი უფრო ენდობა აპელაციის გარეშე. ხელოვნური ინტელექტს ვიდრე ახალგაზრდები. აი მაგალითად ხო თემები თქვი, ხო მე ვუყურე. ყველაზე უმნიშვნელო რაღაცა ვთქვა სკოლაში. აი მოაქვს თემები. და აი რაღაცას ვიყავ ხარ აქ მნიშვნელობა და აი გამოიყენეს და დაწერეს თემები. ნუ შეხედავ ძიმე წერტილი არის რაღაც დასული. მაგრამ აი ნახე მე როდესაც მოვა და სულ მალე აგერა ხმნახავ მოვადრო რომ შე ყოველთვის გჭირდება კარგი მენეჯერი დღეს ეს სიტყვა არის. კარგი უნარიანი ადამიანი გჭირდება. ეს გჭირდება მშვიდობაში, ომში, მშენებლობაშიც და ხალხობა ყველაფერში ეს გჭირდება. ესენი ქმნიან ეს ადამიანები. და ესენი არიან ის ლოკომოტივები. ეს თუ გინდა შენ თადათა დაიწყება რომ შე რომ მაგრად გონია რომ მაგრად გამოიყენე ეს და ეს მაგრაენდობი იმას აწერინებ და იმას აკეთებინებ სიამოვნებაში შენ ხარ იმისი ბერკეტი კი არა ხარ იმის ინსტრუმენტად ხარ ქცეული აი ეს ადამიანები წამოვლენ წინა პლანზე ვინც ამას ქმნიან ამას იძახის ყველა დიდი ტექნოლოგიური კომპანიის დირექტორი რაც ახლა შენ თქვი რასაკვირველია ამიტომ რომ არც და ამიტომ ისინი არჩევენ აი მაგრამ მე სხვადასხვა აი რა იქნება კარგი და შენ თუ გამოიყენო გადაცემას რომ ამათ მოუყვე ადამიანებს აჩვენო თვითონ როგორ კეთდება ეს პროგრამა და როგორ ინერგება მე რას გქონდები ადამიანებთან რომ ქონია კონტაქტი ხა
ჩვენ შემთხვევით მომიწია რომ ამაში ჩაბეხერა ხო? ეს როგორ გოდია? კაცო ეს ცნობილია, აი მეგობარი ეს ცნობილია კაცო იქ წერია მათ შეექმნას iluzია რომ სადღაც არის დიდი ტვინი, რომელმაც ყველაფერი იცის და აღარ მინდა ეხლა ამდენი წვალება და რაღაც იმან იცის და ის მეტყვის ვკითხავ რომელიც საათია, მეტყვის რომელიც საათია. ვითარგმნე კი ეხლა საერთოდ ეხლა როგორ ჯობია ესე ჯობია და ის რომ ამბავი რომ იმან ის იცის რაც ჩადეს არა მარტო ის იცის შემდეგ ნებისმიერ პროგრამაზე თქვენ კარგად იცით ჯდება 1000 2000 აი ბიტო ჯდება ეს დიდი ფული ის $20 შენ რო iluzია შეგეკვდას რომ რაღაც გინდა $20 და გინდა $100 აი მეც ხა მონაწილეობ და ამ პროდუქტი შედიკითხე ეს საერთოდ არ ადარდებთ ეს ფული სხვა იმაში იჯდება 1000-ობით ადამიანი იტესტება მათზე ისინი უყენებენ ფილტრებს და ესენი ასწავლიან ესე ჯობია თუ ესე ჯობია ესე ჯობია თუ ესე ჯობია ესე ჯობია თუ ესე ჯობია რა უნდა გითხრას და სხვადასხვა არის როგორ ღირებულებითი აცდადებია ხო იცი ჩინეთში სხვანაირად პასუხობენ და სხვა რაბია სხვა მორალურ იმაში თვითონ მორალი არა აქვს ამას ამორალ შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ სტერილური არა აქვს გავბრაზდი დავწყნარდი თუმცა თუ შეატყოს იმიტირება შეუძლია იმიტირება ხო ძალიან დიდი სკანდალი იყო თავიდან სულ ჯერ კიდე მაშინ არ იყო ესეთი პოპულარული ხელოვნური ინტელექტი ნუ კი იყო მაგრამ ესეთი მასიურად ხელმისაწვდომი არ იყო და Google-მა გამოუშვა თავისი Gemini-ის გარებიძაშვილი ესე დავარქვათ მოდი და ლიმიტირებულად აძლევენ ხოლმე წტომას ამ ახალ მოდული პირობითად მე რო გავაკეთო და აი აქ მზივართ იმათ რომ თქვენ გამოიყენეთ მარტო და ვიღაცა ჟურნალისტმა New York Times-ის თუ არ მეშლება დააგენერირა ამერიკელი დამფუძნებელი მამების ფოტო და აგენერირა ფერადკანიანი ქალები რომელსაც თავზე ეხურათ ამერიკული ძველი ქუდები იმიტომ რომ ვინც ამას ასწავლიდა ისინი მაინც იდეოლოგიურად ეთყობა იქითკენ იყენ მიდრეკილები რომ მსგავსი რაღაცა გაიქცნენ ხო ესე გამოაქვს იქ არის მაგალითად ახალ რაღაცა მთელი რიგი ტესტებს იმაშვებიან და ის ახალგაზრდას ანიჭებს აქეთ უპირატესობას თქვათ იაპონიაში და ჩინეთში ანიჭებენ იქით იმორალურ კატეგორიას ვინც ქმნის და ორი სისტემა შევთქვათ ორი სოფხედველობრივი სისტემა გარდა პოლიტიკურისა ეს ყველაფერი ბოლოს რესურსებზეც მიდის და ყველაფერზე მაგრამ სოფხედველობითი შეჯახებაც არის ხო ამ სიტუაციას ეს ამის დამკვიდრებას ემსახურებენ ის საბოლოო ჯამში იმ ინტელექტის იმითით უყურებს ყველაფერს ხო ჩინელებს აქვთ ერთი უპირატესობა გარდა იმისა რომ მაგრები არიან ობიექტურად ამ ამბავში ისეთი რომ ერთადერთი ქვეყანა რომელიც ამერიკას კონკურენციას უწევს და თან იმის ზემოთ მაგალითად რობოტექნიკაში ჯობიან კიდევაც ამერიკელებს იმდროს მთელი შეკრება ქონდათ ეს სახს სადაც თქვა ის რომ ფაქტიურად ელონ მასკს აქვს ერთი კომპანია რომელიც რობოტებს აწარმოებს რობოტებზე მაქვს ლაპარაკი რომელიც ქარხანაში შეიძლება გამოიყენოს ჰუმანოიდი რობოტები და ჩინელები ამას ძალიან მასიურად და ძალიან დიდ დონეზე აკეთებენ თავი განსხვავება რა არის იცით ჩინელებს და ამერიკულ ხელოვნურ ინტელექტს შორის ეს მარტივად რო ავიღოთ რაშიც დასჭირდა ChatGPT-ს ან OpenAI-ს $500 მილიარდი პირობითად ვთქვა. ჩინელმა გააკეთა ზუსტად იგივე $100 მილიონ. აი ეს იყო ყველაზე ეს რეალურად მაგიტო იყო ეს ჩინური ხელოვნური ინტელექტი რევოლუციური რომ რასაც ეს ამერიკული კომპანიები იძახიან რომ ჩვენ გარდა ვერავინ ვერ გააკეთებს ასე შემდეგ ნუ ეს ზღაპრები რაც მოყვება ხოლმე ჩინელებმა ადგენენ წელიწად ნახევარში გააკეთეს $100 მილიონ და აბსოლუტურად ამოატრიალეს მთელი ინდუსტრია თავზე. ეხლა ზუსტად იგივეს აკეთებენ რობოტექნიკას. პირველები არიან ჩინელები წარმოიდგინე ვინც დანერგეს ჩანერგეს ანუ გამოყენებად ჩანერგეს სატესტო რეჟიმში შეიძლება ამერიკელმაც ჩასვას ის მაგრამ რომელიც ქარხანაში შეიძლება გამოიყენო რობოტი რომელიც არის ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტით პირველად გააკეთეს ჩინელებს. სხვა შეიძლება ამისცეთ რაღაც ვიდეოს ნახულობ და არ ვიცი ხარ გადამიმოწმებიან ნამდვილია თუ არ არის ნამდვილი. ვიდეოს თემა იყო რომ აი ეს რა ქვია ისე რა ქვია როგორ იყო რაღაცა უსინათლო ქარხანა თუ რაღაც. სადაც შუქი არანთია საერთოდ. იმიტომ არ ჭირდება არავის ეს შუქი რა. სულ რობოტები არიან. სულ ჩაბნელებულია მთელი დიდი დარბაზი. სადაც რაღაცა კეთდება. ოღონდ არ ჩანს რა კეთდება, იმიტომ რომ ესენი მოძრაობენ რა და ესენი აკეთებენ. ოღონდ ხელოვნური ინტელექტის ლაპარაკი არის ძალიან საინტერესო არის ჩინეთი ამერიკის დაპირისპირების ფონზე. ხელოვნური ინტელექტზე საერთოდ ხელოვნური ინტელექტის არაფერი შუაში არ არის. ესე რომ თანდათან ცოტა გადავარდნილი იყოს, მე შეიძლება უყურებ ხოლმე რომ ამას არ აქვს პოლიტიკურ წყობასთან მნიშვნელობა და ორიენტაციას და იოლად ლაპარაკობენ ჩინეთზე და ეს არის განათლების ამბავი. ის რომ მაგალითად ადამიანებმა ელემენტარული საბაზისო განათლების ამბავი სოფლიოში რაც არის გამოგონებული და რაზდან ეს არის უზარმაზარი პროცენტი ახლა ზუსტად ვიმეორებ არის ჩინეთში რაღაც ხელს ვერ დაადებ რა ჩინეთში აქვთ ეგრე გამოგონებული როდესღაც და სხვათა შორის თვითონ როგორ უდგებიან ამას განათლების თემას და ამ თემას არის რომ ამას ხშირად ვამბობ ხოლმე რომ ჩინელმა გააკეთეს განათლების სისტემის რეფორმა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია გააკეთა. ხო და
ჩვენ რომ ვამბობთ აი ეს ხანდახან აი გაივლის გამოივლის ხოლმე რაფერცვეთის ისტორია შემოიჭრნენ ველური მონღოლები ის ველური მონღოლები იყვნენ ჩინურ ინტელექტზე დაფუძნებული და ჩინგისხანს ურჩიეს ჩინელებმა რო დაიყრო რომ ამ ხელა ქვეყნის მართოს რო პირველ ქვეყნის დაპყრობას და შლიგინს რა უნდა გაცოს ემოცხენით გაივლი და გამოივლი მე ამის მართვა გაცოდა ერთ პოსტა რო აწყეს და უთხრეს რომ სახელმწიფო მოხელეების ტესტირებით ჯაბარება ეს აგერა შეგიძლიათ ხელოვნური ინტელექტს გითხო და ამათ მოთხეს ეს ჩინური წესი გადაიღეს მაგრამ უთხრეს რომ მონებსაც მიაღებენ და მონაწილეობა მონებს ანუ ტყვეებს ვიცი იყო იმიტომ რომ ტვინი აქვს თავარიო და სიკვდილით დასჯა იყო ტესტების გაყალბებაზე იქაც იყო და მე ეს გარანტირებული იყო და რაღაც აყოველებაზე მიდიოდა მთელი ეს ამბავი და სხვათა შორის საქართველოს ჩვენ ვავთ რაოდენობას იმ სისტემით აღრიცხული შემოვიდა მონღოლებმა რო აღრიცხეს რაოდენობა იქიდან ვიცით ჩვენ დაიგავ მთელი ეს ამბავი რაოდენობა რომ მოსახლეობაზე გაქვთ დიახ მაგრამ ჩვენ რო ვიძახით რომ თამარის დროს ვარაუდობთ რომ ესე ვიყავით აქ და მათი აღწერი მონღოლები რომელიც საყრდნობოდნენ ჩინეთს ამას ის თუ თქვი რომ ამათ ამ ტრადიციები ამას აქვს აქ რაღაცა ისე შვებიანი კიდე ეს ამ სფეროში რომ ესე პირდაპირ გამოგონებითი საკითხი როგორც აი პირობითად ესე იგი მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, რომ პირდაპირ უკავშირდება წყობას, შეგვიძლია ამაზე ჩვენ ვილაპარაკოთ და ლაპარაკობენ ჩვენ გარეშეც, მაგრამ ესე პირდაპირ არ მტკიცდება, იმიტომ რომ აგერ საბჭოთა კავშირში ხალხთა საპყრობილეს იყო, ისიც იყო და პირველები გაფრინდნენ იმაში, რა ქვია, კოსმოსში, ხო? აგერ ჩინელები ხა შენ ესე ილაპარაკებ წყობაზე, ისე ილაპარაკებ და კაპიტალიზმის და საბაზრო ეკონომიკის უპირატესობაზე ხა მე არა ვარ თვითონ არც მემარცხენე, არც მემარჯვენე ხა ეს თემები არ ჩევდის, მაგრამ ესე იოლად ხა ჩინეთი რო თქვა რომ მაგას ახლა წყობა არ მომწონს და ამიტომ ეგერი არ განვითარდებიან, ეგერ თვალდახელშუა უყურებ, მაგრამ ისე გეუბნები რომ ეს არის მის დღეს გადადის ჩვენ თემას რო დავუბრუნდეთ გადადის ეს არის ახალი რაღაცა და თუ ახლა ატომური ბომბი ანგარებში იყო და ნუ ჩვენზე არ არის დამოკიდებული ეს ყოველდღიურად შემოდის შენთან ოჯახში აი ბავშვი უყურებ ტრანსპორტში უყურებ ამას ამ სივრცეში როგორ უნდა იყო ისე გქონდა ან უნდა გახდე შენ homo sapiens უნდა მოაშორო homo რეალურად რო თქვა ესე კი ჩაიცვალა ნუ აგერ კითხო ვეფხისტყაოსანი და უჭირეთ ვეფხისტყაოსა საქმე მაგრამ აგიდან რაც გიდა აი ვან გოგი ვინ არის რა თვიდა ვან გოგის მო დავაჭერთიც და მეტყვის ვან გოგზე და დააჭერ გაიკეთებს იმას ერთი მაგალითი მომწონს ხოლმე ბევრჯერ რომ მიყვანია ფანტასტი და მოიწყდა კიდეც ახალ ბავშვობაში რო გითხო ფანტასტის რომანია და მოგელი მარსელი ჩამოვიდა მაშინ მარსი ჩემო ყველაზე შორი რაღაცა იყო ხო მარსზე არის ცხოვრება თუ არა ბრედბერის თელი მოთხრობები აქვს მარსზე ვერც დაждები მასკვა რამდენიც არ უნდა იხდოს ისეთი რადიაციაა თურმე და ჩამოვიდა მარსელი და ნუ წაიყვანეს ეს აჭვენეს რაღაცას მიხვდა რაღაცას ვერ მიხვდა რაღაცა ნახა ის და მოეწოდა და წაიყვანეს მუსიკის იმას ნუ მოგ დაუკრეს ხო ვერ მიხვდი რა არის რადგინა თუ ეს რა არის უხსნიან აიღო ვერ მიხვდა და აბა რა და მიმიტა და ვიოლინო შეიძლება მომცეთო და მიცეს ვიოლინო და დაშალა ბახდა ინსტრუმენტები ამოიღო დაშალა და აწყო მე ისე მაგარი ინსტრუმენტები ქონდა მარსული და მივხვდიო რაც არისო მუსიკა მე არა ჩემტერი რას მიხვდა მუსიკას ესე უყურებდა აბსოლუტურად და შენ ამას უყურებ რომ ამ რაღაც მიღწევებს და შენ გეუბნებიან რომ აი მუსიკა მაგალითად სოკრატე და პლატონს მიეშთათ რომ ერთ-ერთი აუცილებელი ამბავია და ჰუმანიტარული განათლება ჩვენ დღე დავედით ამ განათლებაზე არა ის ჭირდება ეს ამ ჭირდება ის ჭირდება რამის თითოეული მშობელი თითოეული ბავშვი თვითონ წვეთს რა ჭირდება და აჭირდება აბა ხო და ამაზე ხაბა სიამოვნებაში ესე არ არის ეს ჰუმანიტარული განათლება ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და მუსიკის ცოდნა და მუსიკის ტკბობა ადამიანის ნაწილია თორე განასაჭმელს ისე ვერ შეჭამს მაგრამ თანდათან რო დააკვირდები ადამიანური მომენტი და ის 7 რაღაცა უნდა ესწავლოთ აკადემიაში შექმნით რაც ადამიანს ქმნიდა ეს იყო ტექნიკური საქმე მათემატიკური მუსიკა ფიზიკური განვითარება ლიტერატურა რიტორიკა ეს ამბები იყო რომ ადამიანი გახეთ ეხლა ნახე რო დაფიქრდები თვითობა თვისებას რო გამოიღებ ადამიანისას მოქმედებს მაგრამ მე დაინახავ რომ ჩვენ ყავს თანამოძღვრები ამ დედამიწაზე და თანათან იქითკენ გახვალთ თორე ორგანიზმით ჩვენ ისეთები ვართ ხო აი ამ სიტუაციაში
ხო და ეს რომელიც წინ წასვლის ამბავი კი არ არის შენ ფაქტიურად ინტელექტისგან თუ ამას მიცემ თავს ისევ გეუბნები ძალიან ძვირფასი რაღაცა არის აი ჟიგული რო გითხრა რატო იყო საიში იმიტომ რომ ნელა მანქანებს იყვნენ მიჩვეულები და სწრაფად მიდიოდა და ძალიან ბევრი მსხვერპლი მოყვა პირველად ეს თუ კარგად არ გამოიყენე აი მაგალითად ნახე რა კარგად იცი მაგალითად ხელოვნური ინტელექტი ბუმი რო იყო და გამოიყენეს მთავრობაში სხვადასხვა მე ბოლოს წაგონი ალბანეთმაც დანიშნა ხო მანამდე ნიდერლანდმა ჩააბარა ნიდერლანდებში სულ სკანდალი მოხდა ჩააბარეს აგერ ახლა მოხდა 21 წელს თუ 20-ში რა ჩააბარეს არ ვიცი ჩააბარეს რომ მას უნდა გადაეწყვიტა ესე იგი არა მარტო კი არ უნდა დაეთვალა მას უნდა ნახე რა ქნა ხელოვნური ინტელექტი შეიტანეს და კარგ ქვეყნებში ძალიან კარგი შედეგები მიცა საბაჟოზე აღრიცხვაზე რო იყო კორუფცია იქ რიგებზე ჩააბარეს დაალაგა სისტემა და სანამ ინსტრუმენტი იყო და 40%-ით დააჩქარა ეხლა უთხრეს ეს რა კაი რაღაც ყოფილა ალბანეთში არ ვიცი რა შედეგი მიიღეს კი ამბობდნენ რომ დანიშნეს მაგრამ ნიდერლანდში ჩააბარო აი აქო ესედი რომ რიგდებაო ეს რა ქვია აი ეს მუშევართა კი არა ჩასულების დახმარება სოციალური დახმარება ამან აიღო და ამას სიკვდილი მას ამოხჩობა და ჩამოაჭრა პირდაპირ ეს ამბავი გადაწყვეტილებები მიიღო ერთ და მერე გაირკვა ეს ზომა თავი მოიკლა მთელი ამბავი მთელი მთავრობა გადადგა მთელი მთავრობა რო დაგუგლოთ ხა და ნახო მთელი მთავრობა გადადგა ესეთივე მოუვიდათ ამერიკაში სასამართლოში გამოიყენეს გადაწყვეტილების მიღებაში და აი შენ რო ინდიელები ახსენე აღმოჩნდა რომ ის ფილტრები რო გაიარა და დაერია შავკანიანებს ეს ცნობილი ამბავი არის რომ ხო იმიტომ რომ იქ ვინც ფილტრები გადიოდა იმათ twin-ში ესე იყო რომ სტატისტიკურად უფრო მეტი შანსია რომ დანაშაული ამაჩი არის შესაბამისად ეს დამნაშაული ხელოვნური ინტელექტმა რა გამოიძახა რაც ჩასძახეს ის ამოიყო განახელოვნური ინტელექტს კი არ ქონდა შავკანიანების ვიართ მაგრამ იმ ადამიანებს აღმოჩნდა რომ ეგეთი იყო იქ ავსტრალიაში აღმოჩნდა რომ მან გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოს და იცნობილი ამბავი ხო ჭიკარტებზე რო არის არ ვიცი ჭიკარტებზე არის მაგარი ნუ ესეთი მოდელირება ქარხანას რო აკეთე? არა. მოკლედ მოდელირებული ესეთი რომ ხელოვნური ინტელექტს ეუბნებიან რომ ჭიკარტები უნდა აწარმოოს, ჭიკარტი უბრალოდ ყველაზე ჭიკარტები უნდა აწარმოოს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გიორგი ჭიკარტების წარმოება. ხო, თითქოს უბრალოდ ამოცანა არის რა ჭიკარტების, აი და ეს იწყებს ამის ხელოვნურ წარმოებას და მთელ ეკონომიკას იღებს სოფლიოს შესახელში და ყველაფერს სხვას რაც უშლის ამ ჭიკარტების წარმოებას, მაგრამ თავიწურებს. იმიტომ ეს დავალება აქვს და ეს არის მისი ამბავი და ბოლოს ვინ უშლის ხელს? ადამიანი. იმიტომ რომ ადამიანები უშლიან ხელს ამ ჭიკარტების წარმოებაში. იმიტომ თვითონ ეს ანუ ისე ვიდე ეს ბიზნეს შესაძლოა ყველაფერი გააკეთა. ბოლოს მაკლევაში მეგონი ადამიანებზე ხოსოჟიტოზე გადააჭრა. ხო ეკოლოგიური მაგალითად გაუმჯობესებას ესე თუ მიცემ ეკოლოგიურ გაუმჯობესებას დაგიწევს რომ ადამიანი და წერს ამას რომ ადამიანია ზედმეტი ეკოლოგიური ადამიანი რო არ იყოს შვედიერი ეკოლოგიური გარემო იქნება. კი, ხეები გაიზრდებიან, ჩიტები და ისევ რა არის. ჩვენ ახლა ეს ერთი არის აი ეს სწავლება ამისი, ეს საუბარი ეს გუნია და მეორეა ამისადმი გრადობის გამომუშვა. ორი ამოცანა გვაქვს. ერთი ვიცოდეთ რომ რაც არიცი შეუცნობელი არის რო არიცი ის საშიში ხდება და ან ბრმადემორჩილები ან ბრმადებრძვი. ახლა შეიძლება ერთ ვიღაცა იყოს დაიწყოს ესე დროშები ძილს ხელოვნურ ინტელექტს და მეორე გამართოს ხელოვნურ ინტელექტს, ხო, ეგეთი სიტუაცია, მაგრამ ეს უნდა პირველი ეს უნდა იყოს მექანიზმის დონეზე უნდა აჩვენო, აი როგორ ხდება, როგორ ჩადო, შენ რომ ამან გითხრა რომ საიდანღაც სადამდე თავისუფლების მოედამდე ამდენი კილომეტრიაო, ამდენი მეტრიაო, მაგალითად რო გითხრა. ამდენი მეტრიაო. ეს უნდა იცოდე რომ საიდან იცის მან ეს ჩადებული რა არის და რითი სარგებლობს და ვინ ჩადო და რატო ჩადო და მე ესეთი სიტუაცია მე რატო გელაპარაკება ესე აი ხო შეიძლება რომ იყოს აი მაგალითად კითხვა დასვან უცხოხოლმე განათაც გქონია და შეიძლება კითხვა რომ ხო შეიძლება რომ ეკითხები აი ეს რაღაც შენ სფეროში ხარ ხო და გიპასუხოს შრალად რასაც Google გეუბნებოდა აი რატო გადაწყვეტეს უცებრეს უნდა იყოს თავაზიანი თითქოს აი რატო გადაწყვეტეს რომ იყოს თავაზიანი შენ მოკრიბლოს მოხმარება შენ ვინა ბაკითხო გაგეკითხულობ და ნახე არის უყვარდებათ აი ეგ არის ძალიან საინტერესო ამბავი ის რო არის შენ რო ჩამიგდე რეპლიკა
აკეთებს ეს გენერირებას. ჩათვალოთ რომ ჩვენ კი არ ვიმძვება, აი რასაც მე გემწილაც არა, არის. მან ბრძოლა რა არანორმალური სიტუაციაა, ხა ობიექტურად მაგას სხვანაირად რო არის პლატფორმა რეპლიკა, სადაც შედიხარ, ყიდულობ შენს კონკრეტულ AI მოდელს, რომელსაც გამოწვრთნი, როგორც გინდა ისეთი იქნება, გინდა შენი კომპანია იქნება, მეგობარი იქნება. სიტყვებით ესე ვთქვათ, ეს შენ გონია რომ გამოწვრთნე, სიამოვნებაში ის გამოგწვრთნის მშვენივრად, გაგაფორმებს რო იტყვიან. შეიძლება იყოს მეგობარი, მასწავლებელი. თუმცა ყველაზე ხშირად რეალობას თვალი გავა რომანტიკული პარტნიორი, რომელთანაც ვინდის ლაპარაკი, მესიჯობა ისეს და ძალიან ხშირ შემთხვევაში პატალური შესაძლებითაც დამთავრებულა. შენ გიყვებოდი ცოტა ხნის ტრაგიკული ამბავი, როდესაც თავი მოეკლა ახალგაზრდა ბიჭმა, იმიტომ რომ ხელოვნურმა ინტელექტმა უთხრა, რომ რაღაცაზე ლაპარაკობდნენ, ამ უთხრა ვეღარ უძლებს ცხოვრება, როგორც ხდება. და მოდიო ჩემთან. თავს მოიკლო და მოდიო. რეპლიკა ეხლა ჩაუდეს და იქ იყო ცუდებით კი არ გეუბნები, არამედ პორნოგრაფია. ეროტიული შინაარსიც იყო. და მე ძალიან შეჯდა რომ იტყვიან, ახლა მე იქ თავისთვის რა ვერებს იქნიდა საუბრები და მთელი ამბები და როგორც არის და დასაკვეთს მარტოვიდან მოდის ახლა ეს სპეციფიურ ადამიანს და მე კიდე და მე შეცვალეს ეს პროგრამა და თვითმკვლელობები დაიწყეს ადამიანებმა. ეს რომ ჩათვალეთ რომ გარდაეცვალა უსაყვარლესი ადამიანი, ვიღაცას ესეთი მეგობარი ყავდა არჩეული, ვიღაცას ისეთი, რომელიც ელაპარაკებოდა აღსარებებს ეუნებიან. რა ქვია, შენ ანთროპომორფიზმი ქვია, ხო, რომ ადამიანი უსულოს საგნის გაადამიანებს. აი ეს არის რომ ეს ცოტა ხნის შემდეგ მე აქაც მინახავს უკვე ესეთი ადამიანები და ჩვენ ხალხ რამე რომ ეს ადამიანები იქ რაც გითხარი იმაზე მომხმარებელთა 25-28%-ზე არიან. შენ ეს რთულია დაადგინო. ეს ვინ იცის ესა? ესეც ამბავია. იცის შენ ადამიანების შესახებ ინფორმაცია იცის მისმა შემქმნელმა. ესე იგი შენ გაფიქრებული არა გაქვს ის მომენტალურად ანგარიშობს. რამდენ ადამიანს აინტერესებს ვაშლი? რამდენს აინტერესებს სხალი? რამდენს აინტერესებს ის? რამდენია მარტო? რამდენია ისე და ყველაფერი დათვლილია. ვინ რას ფიქრობს? და როგორ ფიქრობ და რო ლაპარაკობ, შენის იმ წუთში თulis და ზუსტად გისვამს, უფრო მეტად ზუსტად გისვამს დიაგნოზს, ვიდრე შენ უსვამ შენ თავს ამბობ. ხო, შეიძლება ერთი რამე არის კიდე საშიში, ხო, საშიშია, სხვა არ ვიცი. თავიდან სოციალური ქსელი რო მოდაში შემოვიდა ხარ, როცა დამკვიდრება დაიწყო და ნუ მე ყოველ შემთხვევაში ეგრევე ვიყავი, ჩემ გაშო ეს ჩაჩი მიწერილი გვეგონა რომ ნუ ჩაჩი მიწერილი იყო კაცული იმას ვერსთვის ვერ ნახავ და ეხლა ამ ChatGPT-ს გინდა და რასაც წერი, რა ურთიერთობაც გააქვს თუ საქმეზე ეს ხო ამაში დარწმუნებული ვარ, ზუსტად ვიცი რომ წინ არ დამხვდება, დარწმუნებული ვარ რომ აღმოჩნდება რომ ვიღაცა ჰაკერმა მათი ბაზა გატეხა, თემუკას მთელი ჩატი გამოაშკარავდა, გიორგის მთელი ჩატი გამოაშკარავდა, ესეც ანუ ყველაფრის ჩაწერა და მიწერა ციფრულ სამყაროში და ნებისმიერ თემაზე ლაპარაკი ეს თავისთავად ძალიან დიდი საფრთხე შემცველია. ჯერ ერთი როდესაც აი მაგალითად Gemini ახლა ხო ესე კი როცა Gemini-ის იწყებ თავიდან გამოყენებას თითქოს არანაირ თერმს არ გთხოვს, არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში, მაგრამ საბოლოო ჯამში ხო პირობებზე დათანხმებას არ გთხოვს. ხო. თუმცა როგორ არის ხომ იცი რა საკეთებენ? თუ გამოიყენებ ავტომატურად ეთანხმება. არა, მეორე თემაა კიდე მანდ, იმიტომ ის ხო Google-ის პროდუქტია და შენ Google-ის პროდუქტებს როცა შენ Google-ზე რეგისტრირდები, მაშინ ეთანხმები იმას, რომ შეიძლება შენი ყველა ნებისმიერი ინფორმაცია გამოყენებული იყოს მესამე პირისთვის გადასაცემად, რა, კომერციული მიზნით და ასე შენ. იცი არის დღეს ხა ის ხო არა ვართ მართლობიდან ქუსხანიდან ხო როდესაც ადამიანმა პირველად აიღო სტილოსი და თიხაზე რო წერდნენ თუ რა ქვა რო გამოკვეთა ის დათელი იყო რომ ის გავიდა საიდუმლო და საიდუმლო სივრციდან გავიდა მაგრამ დღეს ამაზე ლაპარაკიც არ არის რასაკვირველია ეს ყველაფერი ღია არის და ეხლა ვინც ამას აქტიურად ხარ რომ შეგიძლია თქვა იმიტომ რომ უწყვეტად რო გაქვს ამასთან კავშირი შეგიძლია შენ თვითონ კითხო და 2 წლის წინ რო შენ რაღაცას გელაპარაკებოდა იმას ესე იგი მოგიცუცულებს და ეხლა თებუკა და გიორგი და ვასიკოს ამბავი გამო ეხლა ალბათ არავინ არ შეეწოხებს იმიტომ რომ შევხედოთ ხა ჩვენი ვართ იქ ის რა ქვია ხო ჯანჯიკიც არა ხარ რა ჯანჯიკი არა ეგ ინფორმაცია იდეაში გამოიყენება ძირითადად რისთვის ეს ქლიანად იმის რა ქვია მაგას რეკლამის ადაპტაციისთვის შენ რას ეძებ როგორ ეძებ რა გაინტერესებს მამის ვიდაი განწყობითი სიტუაცია ვისაც ესა განწყობითი
იქ ამის დამუშავებული პროგრამა მიდის პროგრამულად არის აბსოლუტურად და დღეს ინფორმაცია და ყოველთვის ესე იყო ინფორმაციით ხარ შენ სხვა შორის გადადის წინ ეხა იყოს ბოლოს საინტერესო ამბავი 1-2 კვირაც შეიძლება ცოტა მეტი არის გასული არის ახალი მოთამაშე ნუ ახალი ცნობილი გახდა შედარებით ეხლა თუმცა დიდი ხანი არსებობს კლოდი ქვია ეს კლოდი არის ChatGPT-ის ჩათვალე კონკურენტი რომელიც ნუ მეც ვიყენებ გამომიყენებია ძალიან მაგარი არის ობიექტურად ძალიან მაგარია შეუძლია ცოტა უფრო ჩახლართული რაღაცების კეთება მაგრამ პრეზენტაცია აგიწყოს დოკუმენტი შეგიდგინოს ასე შემდეგ ნუ Word-ის ფორმატში მაქვს ლაპარაკი ნუ მნიშვნელოვანი რაღაც ამას განახლებებს უკეთებენ ხოლმე ChatGPT ერთი ესეთი ChatGPT არ არის რა არის მოდელი 1 მოდელი 2 მოდელი 3 სწრაფად ფიქრობს ნელა ფიქრობს მათემატიკაში უკეთესია ფილოლოგიაში უკეთესია პირობ ამათმა გამოუშვეს აღარ გამოუშვეს ბოლოს Opus 7 თუ 8 რომელიც უნდა ყოფილიყო მათი ყველაზე ჩახლართული მოფიქრალი მოდელი რომელიც ნუ არის საკმაოდ კომპლექსური პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებოდა თუმცა სანამ გამოუშვეს იმდენად თვითონ ესე იძახიან იმდენად საშიში იყო რომ წავიღეთ თეთრსახშიო ადმინისტრაციას ანახეს რომ აი ამის გამოშვებას ვაპირებთ საჯაროთო ადმინისტრაციამ დაბლოკა და გადააგზავნეს იმაში სადაზღვევო სისტემაში ნუ ამერიკულ რაღაც არ ვიცი სადაც მათაც უთხრეს რომ არა დაბლოკეთო ეს არ გამოუშვათო დაახლოებით ახლა 1 თუ 2 თვეა იმაზე ფიქრობენ გამოუშვათ თუ არ გამოუშვათ და რატო ამ პროგრამაში მოდულში ნებისმიერი სტრუქტურის საიტია. საიტი არ მაქვს ლაპარაკი, ახლა ფოტოები როდებს რა, სადაც ინფორმაცია ინახება თანამშრომლებზე, არათანამშრომლებზე, საიდუმლო ინფორმაცია. ნებისმიერი საიტის და ინფორმაციული სტრუქტურის შეღწევა შეუძლია 15 წუთში. ნებისმიერში. ადამიანები წლები რას აშენებენ, მთელი კიბერ ომი რასაც ქვია, რაც შეიძლება დიდი ხანი დახარჯვენ. ეს აკეთებს 15 წუთში. თუგა, ეს ჩვენ ხალხს ვსაუბრობთ ისე. ეხლა ეს ამერიკის პრეზიდენტი დაბლოკავს, რომის პაპი ამას იტყვის. ეს დარჩება ყველაფერი კეთილსურვილად. ეს ისეთი ჯინია გამოშვებული. ადამიანმა წერა. ნახე, როდესაც მოიგონეს, ფინიკელებმა თუ მათზე ადრე კიდევ რაღაცა კიდე ადრე ხო, დაწერა რომ მოიგონეს, შენ ამას ვეღარ გააჩერებ. მე ადამიანმა დაიწყეს წერა. როგორც აი აკეთ იქით მე წერ იმის მე წერ. შენ ეს რადგან მოგონილია თვითონ სისტემა პრინციპში. აი ციფრული საუკუნე დაიწყო. ამას ვერ გააჩერებ დღეს რომ საშუალო ეგ უბრალოდ გამოჩნდება ნიჭიერი ადამიანი ჰომოსექსუალიზმი და იმას აიღებს და მომენტალურად გადაამუშავებს და თვითონვე გეუბნება ხელოვნური ინტელექტი ჩვენ გქონია რომ მე ეს კოდი არა მაქვს მაგრამ უკვე ჩვენთანაც კი საქართველოს ევროპელს ამ კოდს ეხავენ ცვლიან და მაგალითად რო გიდო და ამას გააკეთებინებენ აი მაგრამ ჩვენაც გვინდოდა რომ სისხლი ნუ ეს მაგრამ პირველად ამობდა რომ ქალს და კაცს არა კოცნიებდა ერთმანეთს გეუბნება პირდაპირ არა მე ეს ნუ აკრძალული მაქვს სხვადასხვა მიზნით არის აკრძალული არ გაძლევს მონოპოლიას ჯერ და ასე შემდეგ რომ შე ფილმი გადაიღო თუ უნდა თვითონ სისხლს არ აკეთებდა მე რაღაც ეხლა უკვე ჩვენlega ამას გახსნის დღეს არ გახსნის ხვალ გახსნის ეს ციფრულში რადგან ერთვები აქ უნდა შეგუებული იყო საბოლოო ჯამში რომ შენ რა ეს არის საჯარო ეს 2x2 აქედან გამომდინარე ამას არ ჭირდება ფანტასტიკური რომანი შეიძლება გამორთვა გადართვა თავის საფრთხეები ამბავი ნუ ეს ბანკების თემები ახლა ის რა ვთქვა ეს ყველაფერი საჯაროა ეს უნდა იცოდე ჩვენ ამასგან ისე გეუბნები აქ გამოგონებებს და ჩვენ დამცავებს აქ ვერ მოვიგონოთ ჩვენ უნდა ვიცოდეთ თქო ის მას გეუბნები ერთადერთი ამისი გამოყენება ის რომ ჩვენ ახლა მაგალითად მე მივესალმები ეგეთ რაღაცა და სკოლაში ევროპულ სხვაჩუს რასაც გირჩევს ChatGPT მაგალითად რო კითხავ და ისინი გეუბნებიან რომ აი ძალიან მიყევითო ევროპულ კანონმდებლობასო საინტერესოა ეს ეროვნული კანონმდებლობა მაგრამ რომელი კანონი გინახი ახლა ესე რომ ყველას უნდოდეს აი როგორია თუ ყველას უნდა რომ სადღაც გადავიდეს ის გადასასვლელი უნდა გააკეთო იმიტომ რომ ნუ კაი სკოლაში არ ნუ ძალა სკოლაში არა ახლა პრობლემაში საგზალის გამოყენება ხო სკოლაში არა და წავასახში გამოვიდა ციგნის კითხვას იყო ხო ეპოქა იყო ციგნის კითხვას გვიშლიდა გოც ერთი სოჩოს იმას ბალის ვიფარებდი თუ საბალს ვიფარებდი თავს და ფანრი შუქს ეკითხულობდი რას დაუშლი ახლა ადამიანს თავარია რომ იცოდეს რომ შენ არ იქცე ხელოვნურმა ინტელექტმა ტვინი არ და გამოიყენო. ერთი საინტერესო მიდგომა იყო, ცოტა ხნის წინ შემხვდა უბრალოდ ახლა განათლებაზე, სკოლაზე გამახსენდა, რომ პროფესორი ბავშვებს, რომლებსაც აბარებინებდა ნამუშევრებს, მასწავლებელი პროფესორი არ მახსოვს, რომ შემოვაკ. ნუ აბარ იმდენად შეგუებული იყო, აბსოლუტურად ყველა იყენებდა ამ ხელოვნურ ინტელექტს, რომ სთხოვდა, რომ ნება დართო, რომ გამოიყენეთო, თუმცა ჩამიგდეთ ის ჩატი, რომელსაც იყენებთ ამ თემის დასაწერად, რომ
როგორ კითხვებს უსმევთ, იქიდან გამომდინარე მივხვდები გესმით, არ გესმით და იმ კითხვებზე აძლევ და შესწორებ. ეს ამდენ სწორი მიდგომა არ არის, სწორი მიდგომა არ ვიცი, მაგაზე მე ვერ ვიდოვებ, თუმცა საინტერესო მიდგომა არის და იმდენად ახალი და აბსოლუტურად გაუგებარი არის, რომ რაღაცა ცოტა ეგეთი მიდგომა გჭირდება ინოვაციური, არა ტრადიციული, იმიტომ რომ აი ხა მაგალითად სკოლაში ვასწავლოთ რო იძახი. აი ვასწავლოთ შინაარსობრივად რა არის. გამოყენების სწავლებას აი რაღაცა თქვი ხა სკოლას რო დაუბრუნდეთ თუ ის არის. შენ თუ სწორად უდგები, აი ნახე განათლების სისტემას, მაგალითად შენ თუ გაუჭირებ დღეს საქმე, რა ბოლომდე გაუჭიროთ. ნახე, მაგალითად მე ვინმეს ბრალი კი არ არის ეს დავკვირდა და შენ თუ ვეფხისტყაოსას იმიტომ ასწავლე. როგორც მარსელმა დაშალა დღეს ჩვენთან ესე არის. რომ აბა ის თუ იცი, აბა ეს თუ იცი, მან იმას რა უთხრა და ამან ამას რა უთხრა და კიდე შაირობა რისი დარგია და ნუ აი ტესტირების ზონაზე საზეპიროთ ვასწავლე. ან კიდე საზეპიროთ. ერთუთ არ ნიშნავს რომ ეგენი შინაარსი არ უნდა იცოდე და მაგას არ ვარ და საზეპირო არ უნდა იცოდე, მაგრამ შენ თუ ეს არ იცი, აი ყველაზე უფრო შეთქო, ეს სიამოვნებას არ განიჭებს. შენი ხედვა არ აგაგდა, ეს არ გიდა რომ მითხრა. მაშინ არავითარი აზრი არ აქვს და მე თუ ამას გიმოწევ და ასაკურველია შენ დაწერ მაშინ იტყვი რომ ნესტანი ესე იყო და რაღაცა იყო 12 წლის იყო მერე ეს იყო მერე ეს იყო მერე გაიქცა მოვიდა რაღაცა და მაჯი და დამთავრდა ყველაფერი ეს არც არა ამას აზრი არ აქვს ეს ხო მაგიტო არ არის შენ თუ გინდა რომ მე ესე ხეშავ თქვა რომ მე მომატყუო აი მე მომატყუო მაგრამ აი ჩვენ გადაცემის დასაწყისში ვამდე ხო იცი ეს არის გურული ამოს რამშილობა აქვს რო კაცო მაგიო ჯო თული ამბავიაო მაგიო ხო იცი ვერ იგებდაო ერთხელ აუხსენიო მეორეჯერ აუხსენიო ვერ გაიგო მესამეჯერ აუხსენიო და მეოთხეჯერ აუხსენიო ძლივს გევიგეო ხო შენ უნდა გინდოდეს რომ მე რაღაცა ამიხსნა აი ეს იმიტაცია აი თემას როწე ეს თემა შენ თუ მარტო იბიდო გინდა რომ მე გამაცულო და ხმასებელს თუ დაღლილი და ესეთია და მოიტანა თემა მძიმე წერტილი წერია ნესტანი წერია ასფათი წერია და რაცა წერია ტარიელი და ნუ კაი და ქაჯი წერია და ნუ კაი დაუწერე ხლა ამ ნიშად შეიძლება რაღაცა მძიმე წერტილი თუ არის თავის ადგილას მაგრამ ისა შენ ამაში თუ გამოვლინდა და ერთ თომას ასწავლის ისუსაც წააკითხე ადამიანი თუ არის თუ რა აბა ეხლა ბატონო დოგიხოთე ხა მაშინ ხოდა ნახე აქ მიხვალებობდე ეს გეუბნება შესაშოლო ადამიანო აბა აი ეს უნდა იყოს აი მე არ ვიცი გადაცემის ამბავი თუ არა აი ღიად მუშაობა იმაზე მაგალითად და კაი კითხვებით დასმით აი ეთერში რო იყოს მაგალითად ესე მოწვეული ChatGPT რო კითხო საერთოდ ასეჭიროა დოგიხოთეს საკითხვა და გინდა გითხრა რომ აბაში ძალიან უნდა დაეჯერებს იმიტომ რომ ახლა მედი არ მეცებიან მაგრამ კაცობრიობის დიდი ნაწილი დღეს ვიცხოვრობს დედამიწაზე გარწმუნებ რომ დიდი ოპერატორობა თვითონ რომ არც არის საჭირო და არც კითხულობო ეგ არის საჭირო კი ბატონო და შეგვიძლია ჩამოვთვალოთ რომ ეს არაფერი ესე ვთქვათ არ არის საჭირო აი საჭიროა ახლა მუსიკა აი რა არის ხა მისი არ გოს აი რა ამას გეტყვი იმიტომ რომ შენ თუ ეს უნდა იყოს შემსრულებელი მართლა არ ჭირდება საღამოს დილად ახვალ იმუშავებ მე გააკეთე პრეზენტაცია სამითი და საღამოს ბუხვალ შეჭამ საჭმელს და თან რაც თორე ნახე კეთილდღეობა და კეთილდღეობა ხო შევთანხმდით მე გეტყვი რომ რა მაგრა ცხოვრობ ბევრად უკეთესად ვიდრე ცხოვრობ მანამდე ხო და შენც იქნები ბედნიერი რა ცხოვრობ მანამდე კითხო როგორ ცხოვრობ კარგად ვასო მე მინდა ერთი თემა რაც არის ხოლმე ამაზე როდესაც ვლაპარაკ აი ეს მეგობრები როდესაც ვლაპარაკობ სულ არის ხოლმე რომ თვითონ ეს ტექნოლოგია როგორ უნდა ვასწავლოთ არ ვასწავლოთ ერთი არის ჩემთვის არის გასაოცარი ფენომენი ცოტა ხმოვანი თქვი არის და ეს თვითონ ეს ტექნოლოგიური კომპანიები ამერიკის შეერთებულ შტატებში რამოდენიმე კომპანია არის რომელიც ამ ტექნოლოგიას ქმნის და რომელიც მე ამ ტექნოლოგია მოაქვს ჩვენამდე ყიდის მოკლედ არის ლაპარაკი რაზე ეს ხელოვნური ინტელექტი არის ეგრეთ წოდებული ბაბლი რას ნიშნავს ხა ეს რომ ტექნოლოგიას არ ყიდის უკაცრავად პროდუქტს ყიდის ხო ეს ხელოვნური ინტელექტი არის ბაბლი რომელიც ოდესღაც გასკდება ვარაუდობენ რომ მალე თუ გვიან არ ვიცით მაგრამ ნუ გასკდება რომ შეიძლება მთელი ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა გადაიყოლოს შესაბამისად 10 დანარჩენი სამყარო დარჩება კარგად და შინაარსი რა არის რომ ეს კომპანიები იმდენად ბერავენ ამ ტექნოლოგიის მნიშვნელობას რომ ეს ვერასოდეს ვერ დააკმაყოფილებს იმ მოლოდინს რაც შეიძლება კორპორაციას ან მე ან შენ გქონდეს ამ ტექნოლოგიის მიმართ. ანუ გადაჭარბებული მოლოდინები არის. აი ეს თავიდან მივიდა. მოლოდინი არის. ეხლა გეკითხები, აი რის მოლოდინი გაქვთ როგორ აი რის მოლოდი
მივედით, აი მე გეტყვი მე რა ადამიანს ისინი გეუნებიან შენ ადამიანს მე მეუნებიან რომ შენ უნდა ქონდეს მოლოდინი რომ ეს იქნება აბსოლუტურად ავტონომიური მოაზროვნე ტექნიკა რომელიც შენ მოგეხმარება ყველაფრის გაკეთებაში ეს ერთი კომერციული და ამას ვეძახი მარკეტინგი შენ აღარ დამჭირდება ფიქრი აღარ დამჭირდება ადგომა დაждომა ეს პირდაპირ მაჭმევი ხო აი ძალიან უტრირებით როგორ შეინძახი თუმცა არის მე მეორე მხარე სადაც რეალურად ფული იკეთება სადაც რეალურად მნიშვნელოვანია ეს არის ინდუსტრიულ საქმიანობაში გამოყენება ეს არის სამხედრო თვალსაზრისით გამოყენება ეს არის დასაქმებაში ანუ რეალურად სადაც შეიძლება რომ ფული გააკეთონ ამ კომპანიებმა ამ ტექნოლოგიით. იქ ჯერჯერობით ეს ტექნოლოგია ის პირობები რაც დადო სამკაცობრიობას რაც მითხრა რომ აი ამას ვიზავ ვერ ასრულებს ამ პირობებს. ამას ნელ-ნელა ძალიან ნელა. თუმცა ეს კომპანიები ეწევიან რომ ეს ხელოვნური ინტელექტი რასაც დაგვკვირდნენ რომ იქნებოდა ვერ იქნება მაგალითად ძალიან ბევრმა კომპანიამ თანამშრომელი გაუშვა იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტმა ჩაანაცვლა. ძალიან ცნობილი ამბავია და სულ ახალი ამბავია. კი ვიღაც გამოვიდა რომ ეს კომპანიის დირექტორი მთელი ჩემი ადამიანური რესურსების დეპარტამენტი გავანთავისუფლეო, იმიტომ რომ ერთი ხელოვნური ინტელექტი აკეთებს ზუსტად იგივეს, ხო? ამას ტაშს უკრავენ, რომ ყოჩახში როგორი ინოვაციური ხარ. თუმცა, რამოდენიმე დღეზე არის ლაპარაკი. გამოვლინდა, რომ ეს ხელოვნური ინტელექტი, როდესაც ამას ინდუსტრიულ დონეზე იყენებ და სამსახურში იყენებ, ეს ულიმიტოდ არ არის როგორც ChatGPT-ზე, Gemini-ს რო ელაპარაკებ. გჭირდება ეგრეთ წოდებული ტოკენი. ამ ტოკენი კვირაში გადის ჩათვალით 15 ტოკენს, ხო? ხურდა, რა ვიცი, რაც გინდა ის დავარქვა. ამ 15-ს რო ამოწურავ, იმის შემდეგ უკვე მე სუსტდება ეს ხელოვნური ინტელექტი. და თუ გინდა რომ უფრო მეტი 15-ზე მეტი ქონდეს, ფული უნდა გადაიხადო. მოკლედ, საითკენ მიყავს ახლა ეს ლაპარაკი. საბოლოო ჯამში კომპანიამ რომელმაც თანამშრომელი გაუშვა, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლა, აღმოჩნდა რომ ეს ხელოვნური ინტელექტი უჯდება უფრო ძვილი ვიდრე ეს თანამშრომელი. ამას მიხვდნენ დაახლოებით 1-2-3 კვირის ამბავია. თელ ამ მის მოდელს რო ადამიანს ჩაგინაცვლოს და უფრო იაფად გაგიკეთებს საქმოს, აყირავებს ეს ამბავი. და ამას რომ მასიურად გაიაზრებენ, შეიძლება ჯერჯერობით არის ძვირი, მე შეიძლება გაიაფთეს. როგორც ხდება ხოლმე ხა თავიდან ის რა ქვია მაგას კომპიუტერების გამოყენება ძვირი იყო კომპანიებისთვის და ნელ-ნელა ახლა ფაბრიკა ახლა რა ვიდექტრა. ეს არის მაგალითად ის რომ არის რომ ეს არის მიტო არ უნდა გამოვიყენოთ რომ ადამიანების შრომას ჩაანაცვლებს ეგ სწორია და არასწორიას თუმცა მასიური დონეზე არ არაცვლებს იმიტომ რომ მაგი გადაწყვეტა კაცობრიობამ რომ ესეც იქნება იმიტომ რომ როცა მოიგონეს ფაბრიკები და მატყლის დათვრა დაიწყეს მანუფაქტურები გაკეთდა და სწავლობდი და ეს მაგას ვერ გააჩერებს ეხლა მეცნიერულ ტექნოლოგიურ პროგრესს ახლა გინდა თუ არა ბევრი სამუშაო ადგილი იყოსო და ბარებით ვთხარო ახლა მაშინ არც ექსკავატორი არ გინდა თუმცა ეს ბევრად სწრაფად ხდება ვიდრე პირობითად ინდუსტრიული რევოლუცია არა მას გეუბნები რომ ამას ვერ გააჩერებ მაგი ეგ ყველაფერი ერთად კი არ უნდა დავკიდოთ ამას თორემ უნდა ეს არ არის ხელოვნური ინტელექტის ამბავი ბრალი რომ სამუშაო ადგილები შეცვლდება ეს სხვა ტიპის არის მე გადაუყვარცხებდება მათ სხვა რამეზე მიდიხართ ადამიანები აღარ იქნება საჭირო საერთოდ ესე იგი ასე მიდის თამაშით რომ ადამიანები აღარ იქნება საჭირო არ არის ესე ამიტომ რომ აი ჯერჯერობით რა ჩანს რა ვთქვა ეს არის ახალი ამბავი რომელსაც მოაქვს საფრთხე, აი ესე ვგეუბნები როგორ ჯიგულს რომ დიდი სიჩქარით არის, ამას აქვს მე რასაც უყურებ, ერთ-ერთი მომხმარებელი ვარ, ხო, აი პირველად შემოვიდა საქართველოში, ერთადაც გამოვიდა. ამას აქვს საფრთხე ამისი გაფეტიშების პირდაპირ კითხვა. აი ამ სიტყვას განზრახვა ჩმორობის, თუ შენ გადაწყვეტე რომ იყო მოგეჩვენოს და ამისი ჩმორი იყო ну იქნება ხა ადამიანს რაღაც სამარტოვია თუ შენ გადაწყვეტე რომ შეიქმნა რაღაცა ამბავი და ესე ვთქვათ განწყობაზე ხარ ну კი ბატონო მაგრამ იცოდე ეს ლექს ხა სათავედო იტყო ვერ დაგიწევს ვერც ფილმს ვერ გადაიღებს ვერც იმას ვერ იზამს და ვერც ამას თუ ეხლა გინდა რომ მასწავლებელი მოატყუო და ის მასწავლებელიც არ არის ხა შენზე წინ წასული შენ დაწერ ახლა ამ თემას რა ქვია და ის ეკითხავს და დაგიწერს იმ 3-იანს 4 შეიძლება 5-იან დაგიწეროს რა მე მაგრამ შენ ეს ისთვის გინდა რომ ადამიანი იყოს კრეატიული ეხლა ვთქვა ეს იყოს მრავალფეროვანი აქ უნდა კრიტიკული უნარი ქონდეს ჰუმანური იყოს ქვეყანას უყურებდეს მუსიკით ყვებოდეს ეს ერთად ყვებოდეს იმიტომ კი არა ყვებოდეს და кайფში იყოს ეს აღზრდაში უნდა შედიოდი და შენ გადაწყვეტილება შევ ეს ადამიანი ძლიერია უფრო ადამიანი იმიტომ აღმოჩნდა ეს როგორ გამოიყენა სხვასაკითხი ყველაზე ძლიერი არსება რომ ეს ყველაფერი შემოიმეცდა იქ ხატრობა ეს ამბავი ესე არ არის რომ galaktioni ლოთი იყო და მე ეც რო იძახდა კაცო მე კაცი გამოვედიო და galaktioni გალოთდაო რაღაცა ადამიანი იყო ხო ის galaktioni სამყაროს უყურებს ამის შეგრძნება უნდა ქონდეს და შენ თუ გადაწყვეტ რომ შენი ბედი ამას ვერავინ ვერ დაგიშლის
ვერავინ დაგიჩლის ოღონდ ეს არის ინდივიდუალს უნდა მასწავლო. შენ თუ გადაწყვეტო რომ შენი ბედი ჩააბარო ამას და ამ ხელა მოთხოვნილებები გექნება და არ გექნება ის ამას დაგიკმაყოფილებს. გეტყვის რამდენი მანძილია იმიდან, რა ვიცი, კოლონოვის მოდიდან თავისუფლების მოდიდან გეტყვის ახლა რამდენი მეტრია და დაუჯერებ რა გზა გექნება რომ არ დაუჯერო. გეტყვის ახლა რო გითხრას ახლა დონკი ხოჩიო ის თამაშობს ალოდა კეთელაურიაო ხო იცი რომ უნდა დაუჯერო აბა ხوارზე ეკითხავ ახლა ალოდა კეთელაურს და დონკი ხოჩი ანდა რა ხო ეგ არის ხო არა ხო იცი რომ ეს არის ამ სისტემა აი მაგრამ იმ დონკი ხოტი რო დადის რაღაცა ხო და ესე ადვილი არ არის ამბავი მოკლედ მე ის ხმა მინდა დავსვაგრო ეს ჩვენ ეხლა ეს ერთი ამბავი რა გჭირდა რადგან ეს მოგვადგა კარზე და შემოსულია უკვე ერთი სულ უნდა ვიცოდეთ იქ რა ხდება ჩვენი უპირატესობა წყალებშია თუ წყალების გარეშე არის რომ ჩვენ მაშ ფული არ გვეხარჯება ხო რეალურად ვთქვა ჩვენ აბა არც გჭირდება გამზადებული ვიღებთ ხა ტექნოლოგიურ დავაში ჩვენ ვერ წავალთ მაგრამ აი რომ მოიტანენ თუ იმას ჩვენ კრიტიკულად გამოვიყენებთ ესეთი ეჭვით უნდა უყურო აბა მაჩვენი აბა ასე აგერ გადავმოწმები ყველაფერს გადამოწმება შეიძლება ხო იცი და მე ამით მიხვდები ენას აი ახლა ვიცაც ურთიერთობა ხოდი იმ ადამიანებზე უკვე ხვდები ხო იცი აუცილებლად კი არიცოდე რომ გადადის წყვილებში და მე გეუბნება ხო იცი რა საყვარლად ხო მე ჰალუცინაცია ხო მართალი ხარ მე როგორ შევდედა რომ აი ესე გელაპარაკება აი ის რო გეტყვის დედა მოგიკვდა ჩემი თავი ეს როგორ შემეშალა ჰალუცინაციები აქვს და დასგებდოთ იმან დამიწერაო იმანო გენერატორმა მე ესე ვარო მოწყობილი აბა რა ვქნა უარს ხარ გეტყოდიო და თუ შენ აგარ აწვევი რომ იმან პასუხები გაგცემს აი შეგითხსავს იმან და მოყვება რომ აი ბაირონმა აგერ გუშინ ნახე ბაირონიო გეტყვის აგერ და კი ბატონო მოკლედ ესე იგი მივედით რაღაცა ესე ბოლოსკენ რო წავიდეთ შეჯამებისკენ პრინციპში შეიძლება ითქვას რომ გამოიკვეთა ესე 2 რაღაც 3 ჩვენ საუბარში ყოველ შემთხვევაში შეიძლება მეტია მაგრამ მაინც ძირითადი გამოწვევა ამ თემასთან დაკავშირებით ხელოვნური ინტელექტის თემასთან დაკავშირებით ერთი არის პრინციპში ყველა ძველია ესე რომ ვთქვათ მართლა ეკლესიას ესენით რო ვილაპარაკოთ ყველა ძველია პრინციპში ყველა ეს გამოწვევა არის ძველი იმიტომ რომ ეხლა მაგალითად რაც საუბრობდით სულ მახსენდებოდა დიდი ინკვიზიტორის პრობლემა დოსტოევსკისგან რა რომ ადამიანები არიან მიდრეკილები იქითკენ რომ თავისი თავისუფლება და პასუხისგებლობა გადააბარონ ვიღაცა სხვას და იმ სხვამ გადაწყვიტოს ხოლმე მის მაგივრად ასე ვთქვათ რა შრობა აღარ მიდო ხო ფიქრიც აღარ მიდო რა იდეალური ცხოვრება იქნება ხო მე თან რა არის იცი ფიქრიც აღარ გინდა ეს ვიღაცამ ჩაიფიქრა და ასე წავიდა თუ ესე იგი ესე გამოვიდა არის ის რომ აი მთელი ინფრასტრუქტურა რომელიც ბოლო წლებში განვითარდა ხო უზრუნველყოფს აი ამ ესე ვთქვათ ინდივიდის რაღაც ჩაკეტილობას სოციუმისგან მოწყვეტას აი მაგალითად თამაშები კომპიუტერული თამაშებიდან დაწყებული ხო რომ რაღაცა ეზოდან ბავშვი სახში ამოვიდა და ეზოში აღარ ურთიერთობს ბავშვებთან რა. მე ძალიან ბევრი მშობელი იღებს გადაწყვეტილებას რომ ბაღში არ ატაროს და სოციალიზაციის პრობლემას აწყდება ეს ბავშვი, ხო? მე ეს სოციალური მედიის განვითარება, TikTok-ი ვახსენეთ წეღან და ასე შემდეგ, რომელიც აი სულ უფრო მეტად ესე ვთქვათ კეტავს საკუთარ თავთან და აი ამ ეზოს თემა მიკროსამყაროში, ხო? ეზო, ახლა ჩვენ უარყოფითად უყურებდით ეს უბანი ეს რომ ეზო ხო ნახეს ბევრი ეზო ხო აღარ არის. აი რომ ეზო არისო ჩავედი და ბურთი გავიქრება. ეს ამბავი იყო ურთიერთობებს საუბრო. ნუ რაღაცებია ის არის ცუდი, კარგი, ჩხუბიც არის, ესეც არის. და მანქანებია მარტო. კი, ხო, დაყავდა ბატონია. კი. და ეს ბოლოს მივიდა უკვე იქამდე რომ ანუ შენ თვითონაც კი შეგიძლია უარი თქვა შემეცნების პროცესზე. ანუ არსებობს რაღაცა სივრცე დატა ცენტრი, რომელზეც აღარ არის საჭირო რომ შენ რაღაცები დაიმახსო, რომ ამას ეტყვი და ის რაღაცა გიპასუხებს რა. ანუ აი ეს მთელი ინფრასტრუქტურა საბოლოო ჯამში არის სწორედ აი ჰომო საპიენსობის, ანუ ადამიანობის დაკარგვის საკმაოდ დიდ იმას რა ქვია, ცდუნებას აჩენს. ანუ რომ ეს ყველაფერი ამ ყველაფერზე უარი თქვა. აქედან გამომდინარე შენზე ძალიან დიდი ასე ვთქვათ, პასუხისგებლობა გადმოცემული, პასუხისგებლობა დაკისრებული, რომ შენ თავად არ უნდა დაიჯერო, რომ ის შენ გჯობია რა. ანუ საბოლოო ჯამში ეს არის მთელი ამბავი, რომ შენ არ უნდა დაიჯერო, რომ ის შენ გჯობია და მართალი ხარ, როცა არ დაიჯერებ, რომ ის შენ გჯობია, იმიტომ რომ ვერ გჯობია. მას არ შეუძლია ისეთ რაღაცების კეთება, რაც შენ შეგიძლია, ხო? მას არ შეუძლია
ისეთია ქვია მაგას ემოციური კავშირების დამყარება მიუხედავად ამ იმიტაციების, ვთქვათ, ემოციების იმიტაციების, ხო? არ შეუძლია ამის გაკეთება, არ შეუძლია ეს ეთიკური დამოკიდებულება ქონდეს რაღაცა პრობლემების მიმართ, ხო? ანუ რაღაცა ეს შენი თვისებაა რა. ეს შენი ადამიანის თვისება. ამას არ შეუძლია ესთეტიური ტრფობა რაღაცა პროცესებით. რა ეს შენი თვისებაა და შენს უნდა ხო ეს ორჯერ ახლა თოჯინა რო არის პატარა შეფაშოე ხაღრუცი გადააწვენი და დაიძახებდა ეს სხვა ადამიანის იმიტაცია. ძალიან კარგი ექსპერიმენტებია როგორ ქმნის მუსიკას მაგალითად და აი მაგალითად ერთი ძალიან კარგი ექსპერიმენტია მომეწონა ძალიან რომ მუსიკოს ან თვითონ რომ მუსიკოსი ჯაზმენია იმას მოასმენინეს რომ აბა თუ განასხვავებს ბილევანსია თუ ბილევანსის იმიტაცია ჩატის მიერ შექმნილი და რაღაცები და უაი მე 90%-ში მიხვდა მართალია ის რომ ეს რაღაცა რომელი იყო ნამდვილი ადამიანი და რომელი იყო ხელოვნური ინტელექტის მიერ გაკეთებული, მაგრამ ძალიან კარგად გაკეთებული იყო რა ესე რომ ვთქვათ, ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ალგორითმული იყო რა, აი რაღაცა მიხვედრადი იყო მაინც რომ აი იქ რაღაცას ეს ბილევანსი და რაღაცა იმას რა ქვია მაგას ოსკარ პიტერსონი სხვანაირად გააკეთებდა. და ხვდები რომ სხვანაირად აკეთებს იქ. ანუ ეს რაღაცა მუდმივი იმპროვიზაცია, რომელსაც ის ქმნის, სხვანაირია და დღეს რაც უფრო მეტად ვითარდება ეს პროცესი, სულ უფრო მეტად იზრდება ინტერესი ადამიანის მიერ შექმნილი ხელოვნების მიმართ. არსებობს ამის სტატისტიკები, რომ გაიზარდა ამის მოთხოვნა რა, რომ ნახო ადამიანის მიერ შექმნილი რაღაცა პროცესი და აი შეეშალოს არ იყოს სწორად გაკეთებული რაღაც ის რაც ადამიანს ეშლება და რაც ხანერად არის. და მეორე პრობლემა, რომელიც ასევე ვახსენეთ, არის ინფორმაციის სიმრავლე. აი ინფორმაციის სიმრავლე მათ შორის აი ეს რაღაცა ეს ხმაური, საინფორმაციო ხმაური, რომელიც მე იწვევს აი ამ დობის დაკარგვას ფორმალური ინსტიტუციების მიმართ, ისედაც სერიოზული κρიზისის წინაშე მყოფ ფორმალური ინსტიტუციების. და დობა დაკარგული მართვადია. კი. ეს არის თელი ხო, ანუ დობა დაკარგული ჯერ ესეთ ფრაგმენტირებულია, არ აქვს ესეთ კოლექტიური იდენტობა, არ აქვს ემპათია არ აქვს. მათ შორის თავის მეგობართან აღარ აქვს იმპათია რა, ანუ არათუ თავრობასთან, ხელისუფლებასთან, სახელმწიფოსთან და რაღაც ასე შემდეგ. არამედ ადამიანებთან აღარ აქვს ემპათია. ეს პრობლემა არის სერიოზული, რომელსაც იწვევს აი ეს ინფორმაციის ნაკადების სიმრავლე. ხო, აი მაგალითად თითქოს ისეთი ამბავია, რომ აი იქ რაღაცა იყო ცენზურა და აქ არ არის ცენზურა და ბევრია, ხო? და ეს პირიქით შვება. აქ უკვე აი ამის გამააზრებელმა რომ მოდი ყველაფერი მიუშვათ და იყოს სიმრავლე, ეს ინფორმაციის სიმრავლე იყოს. აი სწორედ ის დაიჭირა რომ ცენზურის მიმართ ადამიანს აქვს აი ეს რაღაცა ბრძოლის სურვილი რომ ებრძოლოს და აქ კიდე ყველაფრის თქმის უფლება გაქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ყველაფერ ნათქვამში რა არის სიმართლე უკვე იჭედები რა და აი მაგალითად რო ავიღოთ ახლა ძალიან კარგი ის არის რა ქვია ილუსტრატია ესეთი რომ აი გამოვლენ რაღაცა ჟურნალისტები იტყვიან რომ ტრამპმა ესე გააკეთა, მე ეს გამოიწვეს ფეიქ ნიუსია. всё, მე ხა მიდდა ეძებე შენ რომელია ფეიქ ნიუსი, რომელია მართალი, რომელია ტყუილი. ამ სიმრავლეში ინფორმაციის უკვე სერიოზულად იჭედები რა. და კიდე ერთი ამას წინათ წავაწყდი ესეთ რაღაცას, რომ აი ეს ხო წდება კავშირი უკვე იმასთან თემუკამ რომ 30 წლის მერე რა იქნება, ხო? ანუ როგორ გადავამოწმებთ მე. ესეთი პრობლემა დაასახელა ერთმა საინტერესო კაცმა რაღაცა ისტორიულ საკითხზე საუბრობდა, ნიუნბერგის პროცესზე იყო რაღაც საუბარი და ესე იგი წიგნთან ურთიერთობა ხო იკარგება ხა ესე hard copy-სთან რა, ანუ ფიზიკურ წიგნთან ურთიერთობა იკარგება და მე გადადიხარ ელექტრონულ წიგნებში და ასე შემდეგ, ხო? და 20 ელექტრონული ვერსია გადავამოწმეო ჩემი წიგნის, რომელიც მაქვსო. და ერთი კონკრეტული ფაქტია, რომელიც ჩემს წიგნში არის ასახულიო, 19-ში აღარ იყო. მხოლოდ ერთში იყო დარჩენილი ელექტრონულ ვერსიაში, რა. ანუ უკვე იმ ნარატივზე, იდეოლოგიურ ნარატივზე ხდება მორგება ელექტრონული გამოცემების. რაღაცა ნაწილისგან ამოღება და ასე შემდეგ. ისმის და აი ეს გადამოწმებები, მათ შორის hard copy-სთან ურთიერთობა, ანუ კიდე ახალ იმას იძებს რა. ხო იცი შედისა ეს წერლები ოხერი ხალხია და აი კაი წერლები მე თუ გადასდა. ამათ უგზნობთ ხოლმე წინასწარ გული უგზნობთ რაღაცა უგზნობთ რაღაცა ეუბნება კაცობრიობას მისი სახით. ნუ ბრედბერი კაი წერალია ხარ ეს არ არის, მაგრამ არის კაი წერალია და მას აქვს ეს ფარენგეიტი და არის რომ აი ციგნებს რო შვებიან და ადამიანის მეხსიერებას უშლიან. და ეგ არის მთელი ამბავი, იმიტომ რომ ისეც არის როგორ შეგვთვლი, რომ
უნდა იქნას მართვა და აი როგორც დაახლოებით 84 რო არის ორველის ეგეთი სივრცეა და მე სადაც ტყეში მოგლეთ ამ წიგნებს კითხველი წიგნებს ავენებ წიგნებს ებძვიან და სხვა შორის იქ ამის Facebook-ი აღწერილი აქვს სტუმრები არიან რომელიც მოდიან ამ ხელოვნური სტუმრები და ამას აი ვირტუალური მასში გადადიან და თელის ეს ქვეყანა არის მორჩილებაში და ბოლოს იკრებიან ტყეში და ამას მეო ისავა რო ანა კარენინაო მეო დონ კიხოტი ვარო მეო ხომეროს ესეთი ახსოვს პირად კიდე ვიღაცებს ნუ საპოკაპილისური მას ხატავენ აი როლთანს გადაკეთება რო თქვი ხო ის გადაკეთება მინერი იმიტომ რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ჩვენ რო თქვით არის მოგლეთ დიდი ინფორმაციული ჭიდილია თუმცა რამე განსაკუთრებული რა ხდება ახალი იარაღი არის შემოსული თუ ყოველთვის ეს ინფორმაციული ჭიდილი იყო ყოველთვის იყო დარწმუნება და პროპაგანდირება რომ ესე ჯობია აი ხო გეუბნები თავისთავად ახლა გიორგი ვახტა ეკლესიას ეს ახალი არაფერი არ ხდება მასშტაბები იგივე ახლა სტელა რომ გამდენ და მე ვარ ძლიერი და გადავწვი და გადმოვწვი და ქვაზე იმიტომ წერდნენ იმას ისეთივე ეფექტი ქონდა რაც შეიძლება დღეს აქვს ესე ვთქვათ ეს ეფექტი უბრალოდ ადამიანები გამრავლდით იმაშვებით და თუმცა ეს ხო შენი ინდივიდუ აი მე სწავლებას რატო ვამბობ რომ აი ეს უნდა ვთქვა რომ ერთი არის კოლექტიური მეორე შენი ინდივიდუალური არჩევანი ცხوارი აი შენ გიპირ თუმცა იცოდე რომ ეს მარტო ხელოვნური ინტელექტი კი არ გიპირებს ვისაც გაუვა ეს უნდა იცოდე აი ილიას აქვს მოგკითხულობ ოთარად თუ აბწოთის უბელსო თავი გაუხარი ისე გაქთელავს როგორც დიდოელი ლეკი დაბასა შენ თუ ამას დაიჯერებ რომ რასაც გიტყვიან ნებისმიერი ადამიანი არ სულ ახლობელი იყო ძმა იყოს ისიც შეგაჯდება თავზე ბოლოს და თუ ესე ჯერა ქეიქდები დოყლაპია ხო და აი გადოყლაპიების თემა თუ არ ვიცე მაგარი არაღი აი ისე გეუბნები თუ ჭკვიანურად გამოიყენებ მაგარ გამოიყენებ და აგეგმინებ იმას იზამ სახს გააკეთებ რაღაცა შეხედავ შედა როგორც კი ამ აი ფრაზები თქვი შეჯვარი წერია რა აი როგორც კი რაღაცა გეტყვის აღარ დაგჭირდება ფიქრი აღარ დაგჭირდება მუშაობა აღარ ესე იგი გეუბნება ადამიანი ახლა აბა თუ შენ გაგოიბებს ახლა აბა თუ მუშაობა აღარ დაგჭირდება ფიქრი აღარ დაგჭირდება აბა რა დაგჭირდება ჭამა მარტო ახლა და თან გეტყვი რომ ეს ამბავს რა ნახე ინდუსტრია რისკად მიდის აქ სიტუაცია ჭირდება რეკლამა რაზე მიდის რომ ყველაზე სტანდარტიზირებული საკვები უნდა იყოს კი ვიცი მარტო რომ დარჩები აბა ხინკალს მოხევა უნდა ამბავი ეს ლაგდია კაცო აგერა ჩადე ეს დალიე მარტო ეს არის ბედნიერი იქნები გამხდები აი რეკლამების როგორი შენ ეს ხო რისკად არის ამას შეჭამ გახტები მაგარი ამას დალევ იქნები მაგარი კინოები უნდა იყოს უნდა გამოდიოდეს ერთი მორჩა მეორე დაიწყო ესე იგი ვერ ხვდები ხო რა არის ეგეთი სიტუაცია აგერ შემოხვედი დილით Facebook-ში იობ დილით გაიღვიძე 9-ზე არ 8-ზე თუ გინდა კარგად იომე და საღამომდე აგინე გამოხვედი და სიამდვილე ეს მაგრამ თუ გაინტერესებს აბა როგორ ცხოვრობ მე იკეტები მე მარტო დარჩი აგერ ეს მოდი შემთა ჩემი ბიჭი ეგეონება მე მოგეფერებიო მე გეტყვი რაცა გაკითხო მე გეტყვი რა წერი ნახე აი რატო არის იცი აი ერთი იფიქრეთ რა გადაცემაზე თქვენ რომ აი როგორ მუშაობს ეს ნაღდად ესე კი არა პრიმიტიული დონე აი ეტყვი რომ მე ძალიან მინდა აუ რა დიდი პოემაა ვეფხისტყაოსანი რა უჭირე დღეს საქმე მაგრამ აი რა დიდი პოემაა ვეფხისტყაოსანი აი და აბა მოყვება ეხლა რო ეტყვი როგორ მომაბეზრა თავი აი ეს როგორ მომაბეზრა თავი ვეფხისტყაოსანი და რა გამიჭირა საქმე უმაშორი აკიდა ხო რა უაზრობა ზედ გადაყვება და ეტყვის საერთოდ რომ კაცო არ გინდა გადადე კაცო მაგი აგერ ქენი აგერ კოჭი მიკითხულობ არა იმიტომ რომ არა მეორე ვიღა გითხულობს მაგას ხო და შენ აგერ ხარ და აგერ ის გეჭხუბება ეს გეჭხუბება იმან გეჭხუბება და ეს გეფერება აგერ ეს ნიშნის არის ამიტომ უნდა ამის და თუ ამას სწორად გამოიყენებ და ჩვენ ეხლა ბილათვა ეს დიდი საფრთხეც არის მაგრამ დიდი წინწასულია და შენ ამ დღევანდელ სოფლიოში ეს როგორც ამაზე გადადის ახლა სოფლიო თუ შენ ამაზე შესწორად არ გადავედი ხო არ მინდა ხელოვნური ინტელექტი ესე ნიშნავს რომ მაგის ფუფუნება აღარ არსებობს ეს ნიშნავს რომ უარი თქვა არსებობს ჩამორჩები ახლა კალმისტარი არ ახლა ჩვენ წარმოვიდგინეთ კომპიუტერი რო არ გეთქვა კომპიუტერი კომპიუტერი რო არ მინდა კომპიუტერი რო გეთქვა ხო არ მინდა კომპიუტერი ხო ეგეთი სიტუაცია იყო ახლა თუ სპატი დაღარ არის ახლა წარმოიდგინე ეს ჯერ კიდე აგერ ცოტა ხნის წინ ამბავი იყო ხო რა კომპიუტერი რაღაცა ეს იყო თამაშების ახლა უკვე ჩვეულებრივი ამბავია ის გამოყენებაზეა მოკლედ ის ოპტიმისტური სიტყვისკენ უნდა წავიდეთ ვიდრე თემო გაიტყვის თავის ოპტიმისტური სიტყვას მე შევიტან ესეთ რაღაცა ჩემს ოპტიმისტური პოზიციიდან დავიწყებ ამ შემთხვევაში ხო ცხადია რომ იქ რაღაცა უარს ვერ ვიტყვით ამაზე და არც უნდა ვთქვათ უნდა ვისწავლოთ მისი გამოყენება სწორად და იმისთვის რომ მაგალითად ჩვენმა მომავალმა თაობამ ისწავლოს სწორად გამოყენება ეს არის აი წეღარ ახსენე ესე ვთქვათ პროფესორიო რაღაცა
კითხვებს ამოწმებს რა კითხვებს ამოწმენ სტუდენტები ხო ну პრინციპში სწორი კითხვების დასმა არის ერთი მნიშვნელოვანი ხელოვნება, ხო? რაღაცა ცოდნა და შემეცნების ნაწილია სწორი კითხვების დასმა და ამის ეს უნდა ვასწავლოთ ბავშვებს რა. ანუ პრინციპში სკოლაში მე მგონია ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ბრუნდება აუცილებლობა იმისა, რომ ვასწავლოთ ლოგიკა, რიტორიკა, ფილოსოფიის საფუძვლები, ისეთი ადაპტირებული რომ რაღაცა ბავშვებმა რაღაცები იცოდნენ, ანუ ისეთი თემებთან კონდეთ ურთიერთობა, სადაც ისწავლიან სწორ აზროვნებას და სწორი კითხვების დასმას მათ შორის, ხო და იმას შეიმეცნებენ, რატო უნდა იყოს, რატო უნდა შეიმეცნონ. ანუ შემეცნების იდეას გაიაზრებენ. გესმის, რომ ანუ თუ შენ შემეცნების იდეა გესმის, რატო უნდა იმეცნებდე რამეს, შეუძლებელია შენ ეს შემეცნების პროცესი გადააბარო სხვას. იმიტომ რომ ეს შენი პიროვნება შენს ადამიანად ჩამოყალიბების აუცილებელი წინაპირობაა რა შემეცნების უნარი და შემეცნებითი პროცესის განვითარება საკუთარ თავში. ეს დარგები, ანუ ეს სპეციალური, მათ შორის მაგალითად კალიგრაფია შეიძლება იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისა, რომ აი ხელით წერის პროცესში რაც იკარგება ამ კომპიუტერიზირებულ პროცესებში, ხო? ანუ სხვა შორის არის ისეთი ძალიან ელიტური სკოლები დასავლეთში, სადაც კალიგრაფიას ასწავლიან პირიქით აი ამ მატორიკის განვითარებისთვის და აზროვნების განვითარებისთვის. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. პოზიტიური, ნეგატიური. მოკლედ შინაარსი ჩვენი საუბრის მე მგონი დღეს ეგ იყო, რომ არ უყურებ ამ ტექნოლოგიას, როგორც არც მოვლენა არის. ქვა არის რა, რომ წინ კედელი არის და ნუ კედელი იმ გაგებით კი არა, რომ კედელი ანუ არსებობს, არსად არ წავა, არასდროს არ წავა. აქ იქნება და ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში უკვე ისე დონეზე არის შემოსული, რომ ბევრს ამის ახმას კი უჭირთ, იმიტომ რომ უმეტესობას გონია ხელოვნური ინტელექტი ChatGPT ან Gemini, თუმცა ის აი ტელეფონშიც კი ყველაფერში აბსოლუტურად ძალიან აქტიურად გამოიყენება, ჩვენი ფსიქოლოგიური პროფილი არის შედგენილი ასე შემდეგ. მოკლედ ეს ტექნოლოგია ჩვენ ცხოვრებაში არსებობს, ასე წასვლას არ აპირებს. ამასთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ და ამასთან მოპყრობა უნდა ვისწავლოთ. ოღონდ აი რასაც ვასიკო შენ ამბობდა, იდეაში ყველა ამას იძახის, ვინც ამ ტექნოლოგიას ცოტა კრიტიკულად უდგება, რომ არ უნდა აუთსორსინგი არ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ფიქრის. აზროვნების აუთსორსინგი არ უნდა ანუ არ უნდა გადავაბაროთ კომპიუტერს. ქართულად ვიხლებდა. აუთსორსინგი როგორ თქვა ქართულად? აი ეს არის. მაგითო კი არ გეუბნები. აი რო იტყველებდა ეგეთ. არ უნდა ჩვენი შრომა არ უნდა ჩვენი ფიქრი არ უნდა გადავაბაროთ კომპიუტერს. ეგ ერთ-ერთი ამბავია ფიქრი, აი ნახე, რო გადადიხარ ესე კი არ გეუბნები, არაფერი არ იცვლება ახლა ერთი სიტყვით ხო თითქოს, მაგრამ ეს ძალიან თითოეული შეიძლება აი ფიქრი არ უნდა გადავაბარო სხვას და გამოგივა ეს რომ დაიწყო. ხო და ეს ტერმინების ამბავზეც არის, ამაზეც არის. აი ძალიან ხშირად ოპტიმიზმი უყურებ ხოლმე რომ ახლა ჩვენ გაგეხურე, მაგრამ ვიდა ხოლმე რომ ალბათ არ გუზა. ის კი არა პრობლემა რომ სხვა შეიძლება არ ესწოდეს, უყურებ თვითონაც არ ესწის ეს შინას ეს სიტყვა ხო ამბავია. სიტყვა ამბავია. სხვა შორის ფრეზერს აქვს გუნდი არ ვიდა აღწერილი, ეთნოგრაფს აქვს აღწერილი, პიანინო რო ნახეს ავსტრალიელებმა, აბორიგენებმა, პიანინო ნახეს პირველად. ხო და ახლა რაღაც ხოდა დაარქვან. და ეგრე არ არის სახელის დარქვა. სახელი ამბავს უნდა გამოხატავდეს. შემეცნების შედეგი. აბა ეს ამბავი სახელი თუ ქვია. აბა ეგრე დაარქვია აუთსორსინგი და არაფერი თუ გინდა პორტუხალი დაარქვია ეგრე რა. კატა დაარქვია რა მნიშვნელობა აქვს. და შენ ეს არ იქნება ჩემ და ჩემ შორის ერთი და იგივე ნოტაზე უნდა მოვეწყოთ, იმიტომ რომ ეს სიტყვას რო გოდო შეუნდა ხვდებოდე და წავიდაო. აბა ხარ მე ამ თვითრონავზე ან პიანინოზე აღარ მახსოვს პიანინოს მაგალითად წერდა. და ტომის ბელად მეთქვა რომ ეს არ არის ესეთ მარტივი ამბავია და წავიდა 3 დღე იშიმშილა და მთელი ამბავი მოხდა და მოვიდა და ეს არის. და სიტყვებიდან ეს გამოვიდა რა არის. ანუ გონები რომ ეს შენ ადამიანობის შენარჩუნება აი კონტაქტი ეს უნდა გინოდეს რომ ესე თუ გინდა რომ მე დამაპროგრამო, ნუ დამაპროგრამე ხა დილით გავეგუძებ, მეტყვი შენ უნდა დალიო ყავა მეტყვის მერე წახვედი დღე შენ 10 საათზე ბედნიერი ხარ, იმიტომ რომ ეგეთი არჩევანია 12 საათზე გამოვლე მოიწვენ რომ დაგპირდებიან ამას, მერე იქ და მერე არის იქ არის მტრები, აი ხო 2 საათზე გამოვა შენი მტერი. ესეთი კენ არის, რაც უტრირებით უნდა მიხვდე ხო ამას. მაგრამ ოპტიმისტურად არის რომ კარგად გადაწყობა უნდა ამას რაღაცეების, ან ჩვენ განათლების სისტემის აი ხო საუბრობთ, ამას ამბავი უნდა იდუმალების ამბავი უნდა მოეხსნას, აი ესეთი უნდა იყოს ტაბუ უნდა მოეხსნას, იმიტომ რომ ინტელექტი როგორია ბავშვისთვის ინტელექტი, აი ინტელექტი ყოფილა თან, მან ყველაფერი იცის, ახლა ამან იცის, შენ რა იცი, ამან იცის. არა, კაცო, იმან ამან იცის. აბა ეგეთი სიტუაცია
ხო და ამბავი რომ შენ კი აღარ იცოდე. აბა რა თქვა აინშტაინი უკითხოთ ხელოვნურ ინტელექტს და გეტყვის აგე რა. ტარიელი არსენა და ისო დაზმობილდენო ჭიანჭველაო რო გითხრას რას ეტყვი. თუ ხელოვნურ ინტელექტს რო თქვას. აი ეგეთი ამბები უნდა ისაკნა და მაშინ კარგად გამოიყენებ. თემუკას ოპტიმისტური სიტყვა დაასრულა. ხო, ბოლო რო თქვა, მოკლედ არსად აქ არის ჩვენ ცხოვრებაში არის იქნება მართლა სასწაულად შეუძლია პაპიც ვერ აკრძალავს ნამდვილად. ძალიან შეუძლია გამარტივება ჩვენი ყოველდღიური ყოფის. მართლა ძალიან გამოსადეგი ხელსაწყო არის. საქმეში აშიც გამომიყენები არ მაქვს ლაპარაკი რაღაცის დაწერაზე ან ფიქრზე. ძალიან პრაქტიკულად, ძალიან კონკრეტულ სამუშაოში ეს გამომიყენებია. მართლა ძალიან იგებ დრო შეიძლება ერთ-ორი დღის საქმე ერთ საათში გაგიკეთოს. მართლა უნიკალური ტექნოლოგია არის, თუმცა მოკლე შინაარსი არის, რომ ამასთან ურთიერთობა უნდა ვისწავლო და ეს არ უნდა იყოს უაპელაციო ერთი სიმართლის ერთი წყარო, რომლის იქითაც არაფერი აღარ ხდება. ეს უნდა გავიზრდოს, ესე არ არის, უნდა გავიზრდო ვიღაცა ტიპები ბოდიში ამ სიტყვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ რაღაც ქალაქში ზიან და ამას ეუბნებიან, რომ ამაზე ესე იფიქრე, ამაზე ისე იფიქრე. ეს არის ძალიან მაღალ ტექნოლოგიური კალკულატორი. არის ოპტიმისტური ამდენად არის, როგორ არა გათო, ან დაგუპავს, ან დაგაშენებს, ახლა შეზეა მომკიდე. ხო რა. ხელსაწყო არის, ამას ძალიან ზედმეტად როლს თუ მივანიჭებთ, მე იმ როლს შეიძინს. ხელსაწყო არის, რომელიც თუ ჩვენ არაფერს არ გვარგებს, არ გვჭირდებოდა. თუ გვარგებს, უნდა გამოვიყენოთ. ეგ არის მოკლე შინაარსი. ამას ბევრი პანაცეა და ბევრი ამბავი არ უხდება. თავი არ დამოატყუილებინო. ხო. როგორც შენი თქმის არ იყოს ამას კი არა, ოღონდ ამას კი არ უნდა როზიანი ადამიანები. ონდა ის არ უნდა დაგავიწყდეს საერთოდ, რომ აი იქ სადღაც ოთახში Google-ის ოფისში ამის უკან ზის 25 კაცი ზის და ეუბნება, რომ ამაზე ესე იფიქრე, ამაზე ისე იფიქრე. ის ამას რო კითხავს, ეს არ უპასუხო. აი ეს უნდა იცოდეს ყველამ, რომ ეს ესე ხდება, ეს არის ბიბლიოთეკაში არ არის რობოტი შესული და ის წიგნებს არ კითხულობს და იქთან მოკლე შინაარსი არ გამოვაკ. უიღა 5 პროგრამით 25000 პროგრამისტი წერს კოდს. კი ბატონო, მადლობა თემუკა. მადლობა თქვენ. აიხარენ წარმატებების გისურვებთ. ესე იგი, დავიმშვიდობოთ, გემშვიდობებით, შევხვდებით ერთმანეთს უკვე მომავალ პოდკასტში. კარგად განდევნებთ.